მოგესალმებით, ეთერშია ბარიერი, რომელსაც დღეს მე ნინო ჯანგირაშვილი წარმოგიდგენთ. შეიქმნება თუ არა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია და ნიშნავს თუ არა მისი შექმნის გადავადება ამ იდეაზე უარის თქმას. დღეს ბარიერში ამ თემაზე ვისაუბრებთ. მთავარი არგუმენტი, რომელთაც მთავრობა კომისიის შექმნის გადავადებას ხდის, არის ის, რომ კომისიის მუშაობის შედეგი შესაძლოა ქვეყნისთვის ეკონომიკურად და ფინანსურად ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იყოს. რამდენად წონადია ეს არგუმენტი და რა არგუმენტები აქვთ მათ, ვინც კომისიის შექმნას აუცილებლად მიიჩნევს, ვინაიდან თვლის, რომ ათასობით ადამიანის დარღვეულ უფლებას აღდგენა სჭირდება და ასევე მათ, ვინც თვლის, რომ კომისია არ უნდა შეიქმნას და მისი მუშაობა მხოლოდ პოლიტიკური დევნა იქნება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. მაშინ ასე მე მინდა წარმოგიდგინოთ ბარიერის სტუმრები, უმრავლესობის დეპუტატი გიგლა აგულაშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატი თამარ კორძაია, ადვოკატი სოსო ბარათაშვილი, შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ასე მიწერია თქვენი რეგალია, თუ რამე სხვა უნდა თქვა მითხარით. თბილისის ვიცემერი სევდია უგრეხელიძე, პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე კახა კუკავა, ასევე ჩვენი სტუმრები არიან ჟურნალისტი მერაბ ჭიქაშვილი, ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იჯდა ციხეში საკმაოდ დიდხანს, ასევე ბიზნესმენი დავით მიმინოშვილი, ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია დროას წარმომადგენლები. მე მინდა ყველას გითხრათ დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში ბატონ გიგლას დაუსვა უკითხოს. ბატონო გიგლა, მთავარი არგუმენტი, რითაც მთავრობა ხსნის იმას, რომ კომისია ამ ეტაპზე არ შეიქმნება, არის ფინანსური და ეკონომიკური მოტივი. თუმცა არსებობს სხვა არგუმენტებიც კომისიის მოწინააღმდეგეების მხრიდან. რას ნიშნავს, მოდით ჯერ ვისაუბროთ ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებზე, რომ რის გამოც მთავრობამ უარი თქვა. როდესაც წინასწარ არ არის დათვლილი, თუნდაც დაახლოებით მაინც რა ზარალი შეიძლება მოუტანოს კომისიის მუშაობამ ქვეყანას. ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად ეს არ არის დათვლილი. რატომ გახდა საჭირო ამაზე უარის თქმა? იქნება არ იყოს ეს შედეგები ასეთი კატასტროფული. წინასწარ ხომ არ ვიცით რაზე არის საუბარი. საღამოშტებისა, მოგესალმებით ყველა სტუდიაშიც და მაყურებლებსაც. პირველ რიგში თქვათ ის, რომ რამდენსაც ჩემთვის ცნობილია, უარი არ არის ნათქვამი, ანუ ამ ეტაპზე არის უარი ნათქვამი, ანუ გადავადებაზეა, ანუ ლაპარაკია იმაზე, მიზანშეწონებაზე, როდის შეიქმნას და რა თქმა უნდა დასახელება. არგუმენტი იყო უკაცრავად, შეგაწყვეტინებთ ის, რომ როდესაც ქვეყანა მზად იქნება ამისათვის, თუ ჩვენ არ ვიცით რა თანხებზეა საუბარი და რა თანხები გვჭირდება, შესაბამისად ისიც არ ვიცით, როდის შეიძლება ქვეყანა იყოს მზად და შესაძლოა მაშინ ისეთ თანხებზეც იყოს საუბარი, რომ ქვეყანა არასოდეს არ იყოს მზად. სამართალი ფულთან შესაბამისობაში როგორ მოდის, პათეტიკურად რო ვთქვათ. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ მოდით ეტაპობრივად მივყვეთ საკითხებს. რა პირველი ფინანსური ტვირთის მოცულობა, რაც შეიძლება მოხდეს ზოგადად, მეტნაკლებად შეიძლება იყოს პროგნოზირებადი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის რთული პროცესი. და შეიძლება ცდომილება იყოს საკმარისად დიდი, მაგრამ მარტივი რომ არ არის და მცირე ტვირთი რომ არ იქნება, ეს ჩანს იქიდან, რომ ის რიცხვები რა რიცხვები ჩვენ გვესმის, აი რამდენი განცხადებითა მიმართა დაუშვათ, რამდენმა ადამიანმა თავის დროზე ნებაყოფლობით გადასცა სახელმწიფოს ქონება, რამდენმა ადამიანმა იყიდა მაგალითად 120 კვადრატული თუ 150 კვადრატული მიწა, 1.5 მილიონ ლარად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ შეიძლება ვილაპარაკოთ ჩვენ ერთგვარი მოლოდინი, გონივრული მოლოდინი გქონდეს, რომ ფინანსური თვალსაზრისით ეს არ იქნება, მოდი ასე ვთქვათ, იაფი პროცესი. მაგრამ სამართალი ვერ იქნება ზოგადად იაფი და არ უნდა იყოს იაფი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სიძვირე სამართლის მე სულაც არ მაშინებს, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, ჩემი აზრით, რომ გადავადება კომისიის შექმნის უნდა იყოს გონივრული. რას გულისხმობ მე ახლა ამ შემთხვევაში? ადამიანებს უნდა ვუთხრათ, ჩემი აზრით, და ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ პირველ რიგში მათ უნდა აღუდგეთ ის მოლოდინები, რა მოლოდინიც აქვთ და შეიძლება მოლოდინი დროში განწილვადებული იყოს. გესმით? თუ კი მთავარია მან მიიღო პასუხი სახელმწიფოსაგან, რომ თუ კი მისი უფლებები დარღვეული იყო და ეს უფლებები აღდგა, ან არის პროცესი აღდგენის, ზოგადად მე ტერმინს სამართლიანობის აღდგენას, უფრო სამართლიანობის დამკვიდრებას ვიხმარდი.
რადგან თვითონ ამ კომისიის დებულებაში როგორც მახსოვს ლაპარაკია 2004 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდზე ამაზეც გაკრიტიკებენ თქვენი ოპონენტები რატომ მხოლოდ 2004 წლიდან როდესაც შეგეძლოთ დაგეწყოთ უფრო ადრიდან მაშინაც სამართალი არ იყო ხო კარგ მდგომარეობაში თუნდაც 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე მე შემიძლია ვთქვა და გავიზიარო ეს შესაძლებლობა, მაგრამ არსებობს სამართალში ასეთი ცნება, მაგალითად, ხანდაზმულობის ვადა. ხანდაზმულობის ვადა ცალკეულ შემთხვევაში, ცალკეულ საქმეებზე, ცალკეულ დანაშაულებზე არის ვადიანი, თუმცა ხანდაზმულობის ვადა ეს ხანდაზმულობის ვადაც პრაქტიკულად პოლიტიკური მიზანშეწონილობით დადგინდა. ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილებით დადგინდა ეს ხანდაზმულობის ვადა ამ შემთხვევაში თუ სამართალთან არის. მე უშუალოდ ეს ჩანაწერი და ეს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არ შემოსულა და არ მინახავს, არ ვიცნობ მას კარგად, ამიტომ არ ვიცი რა мотиваცია აქვს ავტორებს, როდესაც მიუთითებენ 2004 წელს. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი მოტივი მახსოვს იყო ასეთი, რომ ამ პერიოდში არის ალბათობის მაღალი ხარისხი იმისა, რომ ადამიანის უფლებები ირღვეოდა სისტემატურად, ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი, ეს არ იყო გამონაკლისები და ხშირ შემთხვევაში ეს იყო ცხოვრების წესი, სასამართლო ორგანოების ცხოვრების წესი. ეს მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მოდი ასე ვთქვა. მე ამას ვერ შევაფასებ ამ ეტაპზე. მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს. თუ თქვენ მეკითხებით რომ დავუშვათ 2000 წლის ან უფრო წინა პერიოდის, მე გეტყვით, არის საქმეები, რომლებზეც ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს, ასეთ შემთხვევაში მე დაუჭერდი მხარს, რომ სამართლიანობის დამკვიდრება და აღდგენა გავრცელდეს წინა პერიოდზეც, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც აქ არის ჩემი აზრით ინო ფორმა. რა ფორმატში უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ სამართლიანობის აღდგენაზე თუ დამკვიდრებაზე? რა უფლებამოსილებები აქვს კომისიას და არის თუ არა კომისია ის ორგანო, რომ ზოგიერთის მოლოდინი არის, მე როგორც ხედავ, რომ კომისიამ უნდა ჩაანაცვლოს სასამართლო. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ერთადერთი რაც შემიძლია მე ვთქვა, მე შემიძლია საერთოდ შეიქმნება თუ არა, ანუ გადავადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ოდესმე მე შემიძლია ვთქვა, რომ კომისია შეიქმნება, რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული და მე პირადად მხარს დაუჭერდი სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ აქ ფინანსურ პრობლემებზეა ლაპარაკი, სახელმწიფო ბიუჯეტში გარკვეული პროცენტის კონსენსუსის მიღწევას, რომ გათვალისწინებთ, არ ვიცი, ეს იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის თვლიანი რესურსებიდან 1%, 2%, რა ვიცი, ეს დათვლადია და ეტაპობრივი განწილვადებით იმ ვალდებულების გასტუმრებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს მემკვიდრეობა და წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, ჩვენ ამ გამოწვევაზე პასუხი ჩვენ უნდა გავცეთ. ჩვენ სახელმწიფოა ვალდებული გასცეს პასუხი დაჩაგრული ადამიანის უფლების აღდგენაზე. კარგი, ქალბატონო, თქვენ ხომ ვერ გვეტყვით, როდის შეიძლება შეიქმნას ეს კომისია? გადავადება ძალიან ბუნდოვანი ვადით და გაუგებარი ვადით. გადაცემა მივუძღვენით ამ თემას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მე ვფიქრობ, რომ კარგია როცა მრავალ აზრს მოვისმენთ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თავისთავად ცალსახა გადაწყვეტილებების მიღება ამ საკითხთან დაკავშირებით და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება გაცილებით მეტი ზიანის მომტანი იყოს. ჩემი პირადი პოზიცია როგორც ერთი წარმომადგენლის ამ ხელისუფლების ერთი წარმომადგენლის არის ის, რომ ეს კომისია უნდა შეიქმნას, მაგრამ ძალიან ბევრი წვრილმანი და დეტალია გასათვლილი და მე მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ ეს არ არის პროცესი, რაც შეიძლება იყოს ახლოს თქვა ამინისტიასთან, მარტივად და სწრაფ გადაწყვეტილებების მიღებასთან, იმიტომ რომ თუ ლაპარაკობთ მართლმსაჯულების, ასე ვთქვათ, ხარვეზების დამდგენ კომისიასთან, აქ ჩვენ არ უნდა დაუშვათ არც ერთი შეცდომა. ამიტომ მხოლოდ ფინანსებთან ამის გაიგივება, მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი და ზუსტი. არა, ეს არის კი. მე გეტყვით, რატო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რატო მაგალითად ჩვენ გუში კვირას ქონდა შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, სადაც მსჯელობდით იგივე რეპრესირებულთა კომპენსაციის თემაზე, რომელიც ასევე ჩვენი მოქალაქეების ფინანსური ტვირთია. მაგალითად, თქვენ იცით კილაძის საქმიდან გამომდინარე, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ყველა რეპრესირებულს მიეცა სასამართლოში სარჩელის წარდგენის უფლება და კომპენსაციის მიღების უფლება, მაგრამ სასამართლო პრაქტიკით დამკვიდრდა მიზერული და სასაცილო ფასი, ასე ვთქვათ, მორალური კომპენსაციის 300-დან 500 ლარი იყო მაქსიმუმი, ეს იმ ადამიანების ვისი მშობლებიც დაახურეთ, ვინც გადასახლებაში იყო და ასე შემდეგ. და დღეს ევროპის სასამართლო გვეუბნება, რომ ეს სასაცილოა და ჩვენ ამას არ ჩაგითვლით თქვენ, ასე ვთქვათ, ვალდებულების შესრულებას როგორც სახელმწიფოს. და ხო ვჯელობთ, როგორ უნდა გაიზარდოს ეს თანხები. ძალიან ბევრი ვალდებულება გადმოყვა ისეთი, რომელიც სავალდებულოდ უნდა შევასრულოთ ამ ხელისუფლებამ. ამიტომ
რა თქმა უნდა ეს საკითხიც უკან მაგრამ ხარვეზების და მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა არანაირ საერთაშორისო ვალდებულებას არ უკავშირდება რამდენად. ამ წუთისთვის არა, მაგრამ ევროპის სასამართლოში ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თვის რომ მისი უფლება ამ ქვეყანაში დაერღო, შეუძლია წავიდეს და შეიძლება უფრო მძიმე პირთა დაგვაცხოს. რა თქმა უნდა, და ეს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია უნდა წარმოიდგინოს, რომ ის კოლექტიურად მიიღებს გადაწყვეტილებას. მისი არსიც იმაშია, რომ ყველა საკითხი ინდივიდუალურად განიხილდეს, რა თქმა უნდა და ამიტომაც ძალიან ბევრი ნაბიჯი გვაქვს ეტაპობრივად გადასადგმელი და მათ შორის ეს. მე ვთვლი, რომ ღირსეული საზოგადოების ვალია, რომ ფინანსურად აიღოს ის პასუხისგებლობა, რაც ჰქონდა, თქვათ, მის სახელმწიფოს. ჩვენ ეს სამართალმემკვიდრეობა გვაქვს და ეს პასუხისგებლობა უნდა ვზიდოთ და სწორედ ამ პასუხისგებლობის ფარგლებში მე ვთვლი, რომ ყველა ეტაპი უნდა გავიაროთ ძალიან ფრთხილად და ძალიან დამაჯერებლად და რა თქმა უნდა სასამართლოს უშუალო მონაწილეობით ამ პროცესში და არავითარ შემთხვევაში არ მინდა ვინმე წარმოიდგინოს, რომ რაღაც კვაზი სასამართლო ორგანო შეიქმნება, ან რაღაც კვაზი სასამართლო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ჩვენს ქვეყანაში. კარგი, დღეს მთავრობამ კიდევ ერთხელ იმსჯელა ამ საკითხზე, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა დღეს პრეს კონფერენციაზე ამის შესახებ და მან თქვა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი არ ითვალისწინებს ამ კომისიის შექმნის საკითხს. ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს თვეებში მაინც ეს კომისია არ შეიქმნება. მინდა ბატონ შოთას დაუსვა კითხვა, ბატონ შოთა, თქვენ პრინციპში მაყოფილი ხართ იმ გადაწყვეტილებით, რომ კომისია არ შეიქმნება უახლოეს მომავალში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არასოდეს არ შეიქმნება. მაყოფილობთ, ჩემი აზრი ამ კომისიასთან დაკავშირებით. როგორც ის ფორმა, რომელსაც კომისია იღებდა, მე როგორც წარმომადგენელი და თუ ვწდები იქნებ შევისწოროთ, და შექმნილიყო რაღაც კომისია, რომელშიც მივიდოდნენ დაზარალებული თქვა ბიზნესმენები, რომლებიც თქონდა რომ ეცინა ხელისუფლების დროს დაკარგეს რაღაც თანხა და მე ამ კომისიის გასწავლებით სახელმწიფოს დაეკისრებოდა მათ სასარგებლო თანხის განაზღაურება. ხო დაახლოებით არა. აბა რაზეა მაგაში აგვიხსნა პატიცეულო წარმოადგენელი ხელისუფლების. შინაარსობრივ მხარეზე შევდარღვევებზე არის ძირითადად საუბარი კონვენციის მეექვსე მუხლის სტანდარტებითაც. კი ბატონო და ეს არ ეხება მხოლოდ ქონებრივ საკითხებს. პირიქით ქონებრივ საკითხებს ზუსტად არ ეხება და ამის საწინააღმდეგო მოსაზრება მაქვს სწორედ. აქვს ზიანის მოთხოვნის უფლება მართლად და ეს არის საინტერესო. არსებობს რამდენიმე კატეგორია ხო ადამიანების მაგალითად ისინი ვინც თვლიან რომ აი სიტყვაზე კანონპროექტი ქონია ჯაშუშობის მუხლით ადამიანი გაასამართლეს მაგალითად და მისთვის რომ ისი ღირსება შელახულია ის არ იყოს სინამდვილეს ჯაშუში და არც უღიარებია მას ეს დანაშაული ის ითხოვს რეაბილიტაცია შესაბამისად თუმცა არის ქონებრივი დავები როდესაც ადამიანებმა დაკარგეს ქონება საკმაოდ დიდი ქონება. ანუ ეს ორი კომპონენტი შეიძლება იყოს ერთად, ან შეიძლება იყოს ცალ-ცალკეც. ერთი მეორეს ხელს არ უშლის, ანუ შეიძლება მიიღოს, ანუ დაკმაყოფილდეს იმით, რომ ის თავისუფლებებში აღდგა, დაუშვათ გამოვიდა გამართლებელი განაჩენი, ახლად აღმოჩენილი გარემოები დადგინდა, რის გამოც მიმართეს სასამართლოს, სასამართლომ ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით კიდევ იმსჯელა. ანუ კომისია არ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, კომისია მიმართავს არც უნდა მიიღოს კომისია წარმოუდგენელი. ახსნას ჯობია ზუსტად რა სიტუაციაა კომისია საგნობრივი დამოკიდებულება. პირველ რიგში შევეცდები მოგესალმებით და მადლობელი ვარ რომ მომიწია დღევანდელ გადაცემაში. პირველ რიგში შევეცდები იმ პრობლემის წარმოჩენას, რომელიც ეს ამ კანონთან არის დაკავშირებული, ანუ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე კანონთან. რამ გამოიწვია, რა არის ამის საფუძველი კანონპროექტის ავტორების თვალსაზრისით და ასევე საერთოდ იმ თვალსაზრისით, რომელიც შექმნილი არის მოსახლეობაში. მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მართლმსაჯულება განსაკუთრებით სისხლის სამართალწარმოებაში ან არ ხორციელდებოდა, ან ხორციელდებოდა არასათანადოდ. განაჩენები, რომელიც დგებოდა ამ საქმეზე, არის დაუსაბუთებელი. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი დასკვნა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი განჩინება, იმის რომლებიცშიც გაკრიტიკებული არის ქართული სასამართლო სისტემა და აი ამ ყველაფერმა ამან წარმოქმნა იმის საჭიროება, რომ შეიქმნას კანონი მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის თაობაზე.
მრავალი თვის ნაწილზე ნაციონალური მოძრაობა თვლის, რომ არ არის საჭირო ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მცდელობა პოლიტიკური მოტივებით შექმნილი დროებითი კომისიის მეშვეობით ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციაში. კი ბატონო, ეს არის სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა და კომისიის შექმნა, მე თქვენ ეხრობით ამ კომისიის შექმნას და მის გადავადებას. მე ვემხრობი ამ კომისიის შექმნას და ის საკითხი, რომელსაც სვამს ნაციონალური მოძრაობა ცხადე ლეგიტიმური შეკითხვა არის და უნდა ჩავწვდეთ სიღრმეს აი ამ საკითხისას. პირველ რიგში აქ საჭირო არის ძალიან სერიოზული დასაბუთება, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი და თუგნებად ფილოსოფიურიც იმის თაობაზე, თუ რატომ არის აი ამ კომისიის შექმნა და რატომ მოხდა ის, რომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი. ეს თუგნე ეს საკითხი თავისი სიღრმეებით მიდის, აი, როდესაც ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის მერე იმ საკითხის დასაბუთება, რომ უნდა გასამართლებულიყვნენ გარკვეული პირები, ადგენენ ესე იგი რადბრუხი, ესე იგი უდიდესი, ესე იგი იურისტი და სამართლის ფილოსოფიის სპეციალისტი იასპერსი და სხვები და დაწერეს თეორიული დასაბუთება იმისა, თუ რატომ უნდა მოხდარიყო აი ამ საკითხის წამოწევა და რატომ უნდა მოხდარიყო გასამართლება. ბუნებრივია ეს საკითხი ჩვენ სინამდვილეშიც დგას, თვითონ კანონპროექტის ავტორები შეეცადნენ გარკვეულწილად ეს ჩამოეყალიბებინათ თავიანთ კანონპროექტში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად საჭიროებს დახვეწას პარლამენტის მიერ. ეს რასაკვირველია ცხარე დებატების რა უნდა გააკეთოს ამ კომისიამ პრინციპში? ალბათ მას ექნება ათასობით საქმე განსახილველი. როგორ უნდა შეისწავლოს მან ეს საქმეები? მით უმეტეს მე რამდენადაც ვიცი მას არ არის პროკურატურას მიმართოს რაღაც საკითხებზე. ხო, რა უნდა გააკეთოს? იქნება კომისია, ეს არის ეს არ იქნება მხანაგური სასამართლო, ეს იქნება გარკვეული გარემოებების დამდგენი ჯგუფი, ასე ვთქვათ, რომელიც 9 წევრისაგან შედგება აი ამ კანონპროექტის მიხედვით. მოდი, წევრებს მინიშნავს. პარლამენტი ირჩევს ამ იმას. დიახ. პარლამენტი ირჩევს ამ წევრებს. შემდეგ ესე იგი გარკვეული ადამიანები მიმართავენ და ეს ეხება მხოლოდ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს, სხვა დანარჩენი ბუნებრივი არის ამ პროკურატურის განსახილველი, ან სასამართლოს განსახილველი და ხდება გარკვეული სტანდარტებით აი ამ მათი საქმეების შესწავლა. იქ არსებობს ძალზე გასამართლებულ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ. გასაკვირველი ეს არის კანონიერ ძალაში შესული ამ განაჩენის. მაგრამ აი აქ არის საკითხი, რომ აი ესე იგი რა უქმნიდა, ხო, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მარტო პირიქით ქონება არის სწორედ ამოღებული აი ამ კანონპროექტიდან და მე სწორედ ამის გამო მაქვს პროტესტი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა ერთ-ერთი ესე იგი განცდა იმისა, რომ უსამართლობა ხდებოდა ის, რომ ადამიანებს ერთმეოდათ ქონება სრულიად დაუსწრებს. თუ ამ საკითხს ამოვიღებ ჩვენ ამ კანონპროექტიდან, მე არ ამგონია, რომ ამ კანონპროექტმა თავისი ფუნქცია შეასრულოს ამ შემთხვევაში. პირიქით აქ არის ორი ტიპის საქმე, ესე იგი საქმეები განსახილველი. პირველი ეს არის სისხლის სამართლის ის საქმეები, რომელზეც ადამიანმა მოიხადა გარკვეული პატიმრობა, ან იხდის პატიმრობას და რომელშიც დარღვეული ადამიანის უფლებათა მე-6 მუხლის სტანდარტები და მეორე, რომელიც არ არის ამ კანონპროექტში, ეს არის ასევე მეორე სტანდარტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის სტანდარტი საკუთრების უფლების დაცვის შესახებ, რომელიც არ არის სამწუხაროდ დღეს ამ კანონპროექტში. მე თვითონ მაგ არსებითი ხასიათის შენიშვნა. მე არ ამგონია, რომ თუ აქ საკუთრების უფლების მომენტი არ ჩავდოთ ამ კანონში და კონკრეტულად არ დავასაბუთეთ ამის საჭიროება, მე არ ამგონია, რომ მოსახლეობა სამართლიანობის განცდა აღუდგეს. საერთოდ აი ამ კანონმა აღუდგინოს. მეორე საკითხი, რომელსაც ასევე ოპონენტები სვამენ და აუცილებლად უნდა ვისჯეროთ ამაზე, ხომ არ არის ეს სასამართლოს ფუნქციებში შეჭრა თვითონ. რა თქმა უნდა, ისმის ასეთი კითხვა და აი ოპონენტებს აქვს ასეთი არგუმენტი, რომ საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს სასამართლო სისტემის გარეთ სისხლის სამართლის ნებისმიერი კონკრეტული საქმის განხილვას. ზუსტად რანაირად უნდა განიხილოს ეს კომისია? მოგახსენებთ ახლა როგორც აღმოჩნდა არსებობს გარკვეული პრაქტიკა, ეს 3 ქვეყანაში არის, როგორც გითხრეს, არის დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში და ასევე არის ნორვეგიაში, როდესაც შექმნილა ანალოგიური სახის კომისიები. ჩემი პირადი მოსაზრება ამგვარია, რომ ეს კომისია თვითონ უნდა გახდეს და ეს კანონიც უნდა გახდეს საერთო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის ერთ-ერთი ნაწილი.
კონკრეტულად როგორ ესე იგი მე გეტყვით ამის რა მაგალითად არის გახდეს რაღაცა ტიპის სასამართლო არა მოგი არსებობს იუსტიციის საბჭო ეს არ არის მოსამართლეების არიანი მაგრამ ეს არ არის კონკრეტული საქმის განხილველი ორგანო აქ შეიძლება დაეთმოს გარკვეული ნაწილი ორგანულ კანონში აი ამ კომისიას რაცა დამატებითი კოლეგია შეიქმნა არაფერი კოლეგია ეს არის ცალკე კომისია მინდა რომ სწორად გამიგოთ ეს კომისია არ ადგენს არც გადაწყვეტილება გამოაქვს ამ კომისიას და არც განაჩენი ეს კომისია კონკრეტულად სწავლობს ამ საქმეებს და ადგენს დასკვნას და ეს დასკვნა თავის მხრივ გამცხადებლის ანუ მომჩივნის სურვილის შემთხვევაში შეიძლება გახდეს ახლად აღმოჩენილი გარემოება რომლითაც ის მიმართავს სასამართლოს საინტერესო ანუ ეს არის როლი რომელიც ადგენს ფაქტობრივ გარემოებას კითხვას კითხვა კი არა თქვენი პოზიცია თუ შეიძლება უნდა დავიგოთ უბრალოდ ეს კომისია რას შეეხება თუ თავრობა ამბობს რომ ამ კომისიის შექმნა იმდენად დიდ თანხებს უკავშირდება რომ მას შეუძლია საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უნდა ვივარაუდოთ რომ ლაპარაკი უნდა იყოს რამდენიმე 100 მილიონ ლარზე ხო ალბათ ასე თუ სწორად გავიგე ხო ალბათ ასე და თუ ამ კანონში არ არის ჩადებული ქონებრივი დავები და ანუ მაშინ მილიარდებზე გადავდივართ მაშინ თუ ქონებრივი დავები არ არის მაინც ვერ გავიგე იქნებ დიახ სწორად შეიცი რომ კანონ პროექტზე როცა ვლაპარაკობთ ჯერ იცით რა არის კანონ პროექტი ეხლა ეს შემოსულა პარლამენტში მიიღეს უნდა შეიქმნას თუ არა ასე კითხავთ მაშინ უნდა შეიქმნას თუ არა ისეთი ტიპის კომისია რომელიც გადახედავს საქმეებს ბევრი ადამიანისთვის ცნობილია რა თქმა უნდა ბევრი ამას არ ეთანხმება რომ წლების მანძილზე საქართველოში ძალიან ბევრი საქმე ხარვეზებით იყო გამოძიებული სასამართლოში იყო სერიოზული პრობლემები და ბევრი ადამიანი თვითონ რომ მისი უფლება არის დარღვეული მისი ქონებრივი უფლება შელახული წართმეული აქვს ქონება გაასამართლოს არასათანადო მუხლით და ასე შემდეგ როგორ უნდა გამოსწორდეს ამ ადამიანების მდგომარეობა რა უნდა მოხდეს ნუ ორ რამეს ვიტყვი პირველი რომ თუ ადამიანს აქ იმის განცდა რომ მას უსამართლოდ მოეცდენ მას უნდა ქონდეს რაღაც მექანიზმი რომელთაც ის შეძლებს თქვა სამართლებრივად სასამართლოს გზით ბოლომდე მიყვეს ამ საქმეს და დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა ასეთი შემთხვევაში. რაც შეეხება ამ კომისიას. მე მაინც ვერ გავიგე რა კომისია იქნება კანონ პროექტი და ის რაც საკლაპარაკობდნენ თქვენთან უშუალოდ განსხვავდება თუ ეს კანონ პროექტია მაშინ მილიარდებიანი ხარჯები საიდან შედება გავგებარია მაგრამ თავადაა რომ ჩვენ ნახეთ როგორ იმუშავა კომისიამ რომელიც მუშაობდა ამნისტიის საკითხებზე ხო პარლამენტთან შეიქმნა კომისია რომელმაც ჩამოწერა პოლიტიკურების სიები ისე რომ საქმეები არ გამოხილავს ეს საქმეები არ გამოხილავს ვიცით არა საქმეები შეისწავლეს საქმეები არ შეუსწავლეს ის საქმეები ახლა მაშინ არ შეუსწავლეთ შეისწავლეს მე ვიცი რომ შეისწავლეს როცა ასეთ განცხადებას აკეთებთ ეს არ არის არა მე ვიცი რატომ ვაკეთებ განცხადებას ამ განცხადებას ვაკეთებ იმიტომ ბატონო ვიგლა რომ ეს საქმეები რომელიც ედო გრიფსაიდო ამ საქმეებზე გრიფსაიდო არის არ მოხსნია როგორც ის სასამართლოს არქივში ისედაც ხესაც გადაუშვით არქივში კონკრეტულ საქმეს გულისხმობ მე ვიცი არქივში საქმეზე რომელსაც გრიფსაიდო უნდა რომელსაც გრიფსაიდო არ ედო რა თქმა უნდა არ ვიცი შეისწავლის პროცესი გრიფსაიდო თელ საქმეს არ ედო ერთ-ერთ კონკრეტულ საქმეზე ამბობს, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე. ბატონი ცოტა დაუხსოვს გარეშე მიიღო გადაწყვეტილება ბატონი გიგო როგორ ის დაუჯერებს მოდით მაყურებელს. კარგი. ამას ვერ დავამტკიცებ. შეიძლება დავასრულებ შემოწმების ჩამოყალიბებას. ანუ მოხდა ის რომ რაღაც კომისიამ რაღაც მოსაზრებით რომ ვიღაც ხალხი შეიყვანა ამ პოლიტიკურ პატიმორქესიაში. და მე დღეს ჩვენ ვნახეთ, დღეს არა, ამ მომენტის წინ ვნახეთ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, ის გამოდიოდა ბოდიში მოიხადა ამ კომისიის მიერ მიღებული ზოგიერთი არასწორი გაწყვეტილების გაკეთება. ეხლა არის ჩემი აზრით საფრთხე, რომ შეიქმნას კიდევ ერთი კომისია. ნუ კაი. არა, მე კარგად მახსოვს, რომ ბატონი ღარიბაშვილი გამოდიოდა პარლამენტის პრეზიდენტი და ბოდიში მოიხადა. ენვერის საქმეზე მოიხადა. ენვერის საქმეზე მოიხადა ბოდიში, მან თქვა, რომ ის ხან ერთ მიუქცევა და ის თავიდან აიღო მომხრე ამ ინიციატივის. ცნობილი იყო ეს არ არის ახლა. და თქვა, რომ მისი აზრით პარლამენტი არასწორად მოიქცა. ანუ თქვენ თვითონ თვითონ ამ კომისიამ იმუშავა რაღაც შედეგები დადგეს და მე აღმოჩნდეს რომ არასწორია. არა, ეხლა პრობლემა ძიმეთაა საქმე. იმ შემთხვევაში ლაპარაკი იყო ადამიანების ციკლეღა თავისუფლებაზე, ეხლა ლაპარაკია როგორც ჩანს მაინც ამ თუ იმ ფორმით რაღაც ქონებრივი ზავრის განსაზღვრებას. ამ ლაგოსტეულში შეიქმნა რაღაც კომისია, რომელიც ამ კომისიის წევრი უნდა რაღაც სიებით, რომელშიც საწერები რაღაცებს არ ჩაწერენ. და მე ამ ანგარიშს წავდგენ საქართველოს ბიუჯეტს და საქართველოს ბიუჯეტს დააყენებინებთ ფაქტის მიღებაში, რომ მას მოუწევს რამდენიმე მილიარდი, რამდენიმე ასეული მილიონის. მნიშვნელოვანი როლი სასამართლო კომისია პირდაპირ სახელმწიფოს არ ნუ იმ კომისიამ ასე იმუშავა და რა გარანტია აქვს რომ ეს კომისიაც არა, კომისიას ასე იმუშავდა და კომისიამ საკითხი გამოიტანა პარლამენტზე.
ხო, პოლიტიკურად გადაწყვეტა საკითხი და არა სასამართლო. პოლიტიკურ პატიმრებზე იყო ლაპარაკი და შესაბამისად პოლიტიკურმა ორგანომ მიიღო და არა კომისიამ გადაწყვეტილება, პარლამენტმა მიიღო, რომელსაც ჰქონდა ლეგიტიმური უფლებებით, ანუ აღჭურვილი იყო იმ უფლებებით, რომ პოლიტპატიმრებზე ემსჯელა. ასე რომ მართლა სერიოზული როლი გამოტოვეთ ახლა თქვენობა. არა, მე იმ კომისიაზე საუბრობდი, იმ კომისიამ ასე იმუშავა, იმ კომისიის ლეგიტიმურობა თავიდან უნდა აღიაროს ჩვენს წევრ საბჭომაც. ახალდება უცნაურის ლიდერმა და პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე საქმეში კომისიას ასე არ უნდა ემუშაოდეს ეს ფაქტია და ახლა როცა ლაპარაკი რაღაც ანალოგიური კომისიის შექმნაზე, რომელსაც უნდა გაანაწილოს რამდენიმე ასეული მილიონი თუ რამდენიმე მილიარდი დოლარი, ჩვენ შეიძლება აღვნიშნოთ სიტუაციაში, როდესაც მიიღება გადაწყვეტილებების ამიტომაც არა კორუფციულად და ამიტომაც ბლოკავს ეს ფორუმ ამ კომისიას, აბა სხვა რა მიზეზია. აბა მას მოვისმენთ ფინანსთა მინისტრისგან და ამბატონებისგან არის რომ თქვენ გაქვთ თქვენი მოსაზრება სწორად როგორ უნდა შეიქმნას ეს კომისია რომ მან იმუშაოს თქვენ თქვით რომ საერთოდ არ უნდა შეიქმნას ეს ტიპის კომისია მე მგონი გამოსავალი არ არის პარალელური სასამართლოების შექმნა გამოსავალია სასამართლო სისტემის გაზრდილი და მის მიმართ ნდობის აღდგენა თამაში ეს საინტერესოა ამ შეიძლება ყველა შემთხვევაში ცალკე კომისიების შექმნა სასამართლო მოხდეს ახალ სასამართლოს შექმნა თქვა პარლამენტი არ მოხდეს ახალი პარლამენტის შექმნა ასე ხო შეიძლება ბატონო კახა თქვენ ხართ ერთ-ერთი მომთხოვი სამართლიანობის აღდგენის როგორ ფიქრობთ ეს აი ეს ვიდეო მე დავიწყო ქალბატონინო თქვენ ახსენეთ რომ აქეთ ოპონენტების მინდა დავაზუსტო პირველ რიგში რომ ამ პროექტის ოპონენტი ამ სტუდიაში თუ აი ამ მაგდრესები ვარ მე და მე მგონი ბატონი სოსი ალბათ იდეაზე უნდა ვისაუბროთ გაკეთდა განცხადებები ბატონი კუბლაშვილის ბატონი გვარამიას და სხვა მაღალი რანგი ლიდერების ნაციონალური მოძრაობის და მათ მოიწონეს მთავრობის გადაწყვეტილება ქართული ოცნების გადაწყვეტილება კი ბატონო მე მინდა ვთქვა რომ იგი ნაციონალური მოძრაობის განცხადებები გაკეთდა და თქვენს რომ მათ მოიწონეს და ისინი სრულად ეთანხმებიან ქართულ ოცნებას იმაში რომ მათ გადაავადეს ამ პროექტის ამოქმედება თუ ნაციონალური მოძრაობა თulis რომ საერთოდ არ უნდა შეიქმნას ასეთი ტიპის ქართული ოცნებაც ასე თulis ეხლა რაც შეეხება იმას თქვენ დიდი მადლობა რომ პირველად სიტყვა მიესეთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს და მათ თვითონ თქვენს რომ არავინ ეს საკითხი კი არ არის გადავადებული რეალურად არის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი გადავადებული ამბობს რომ ასე არის ბატონო თამარ მოდით უთხრათ ადამიანებს სიმართლე შეულამაზებლად 2012 წლის ოქტომბერში თქვენ ქართულ მოძრაობამ თქვით რომ ეს კომისია შეიქმნებოდა 2013 წლის გაზაფხულზე 2013 წლის გაზაფხულზე თქვით რომ შეიქმნებოდა 2013 წლის შემოდგომაზე და 2013 წლის შემოდგომაზე თარიღსაც ვეღარ ამბობ და ხადრომა თქვა რომ 2014-ს არ იქნება ანუ ყველაზე ადრეული თარიღი ეს იქნება 2015. გადავადება საკითხისა. გადავადება ნინო საკითხისა არის მე მაქვს მაგალითად ტელეკომპანია კავკასიის ვალი და გადავადება რეკლამის ვალი და გადავადება არის რომ გეუბნები რომ ნოემბერში გადაგიხდი და გადაგიხდი მარტში. და როცა ადამიანი გეუბნება რომ თვითონ აღიარა ეთერში. როცა ადამიანი გეუბნებათ რომ ეს საკითხი დღეს წესრიგიდან მოხსნილი არის და როდის იქნება დღის წესრიგში ეს გადავადება არ არის. ეს არის საკითხის კომისიას მიმართოთ ბატონო წესრიგიდან. რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას უთხრათ სიმართლე. აქ არიან დაზარალებულები და რაც თავარია ამ სტუდიის მიღმა არიან დაზარალებულები. სანამ იქნება ქართული ოცნება, ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არანაირი სამართლიანობის აღდგენა და არანაირი ქონებრივი თუ სისხლის სამართლის საქმეების გადახედვა არ მოხდება. ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება. რაც შეეხება რამდენიმე კონკრეტულ არგუმენტს, არის როგორ შეეხება მინდა კონკრეტულად მოგახსენებ ამაზე, მაგრამ პირველ რიგში რა მინდა თქვა მე ქალბატონ თამარსაც ბატონ გიგლასაც მინდა დაუდასტო რომ მათ პირადად ჩემი პატივისცემა, მაგრამ მინდა ვთქვა რომ ქართული ოცნებიდან რაც ამ თემაზე არგუმენტაცია თქმულა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არის 100% ტყუილი უბრალოდ რა ის ციფრები და ის არგუმენტები რაც სახელდება და ის აი ახლა მოგახსენებთ ქალბატონ თამარ თქვენმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების ლიდერმა ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა რომ 7 თუ 8 მილიარდი დაждდება სამართლიანობის აღდგენა. ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ჩვენ ყავდა საკრებულოში მოწვეული ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და თუ გნებავთ თქვენც მიიწვიეთ პარლამენტში, მე მოგკითხე, ვინმე დათვალეთ ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, რომ ეს 7 მილიარდი ჯდება? მათ გითხეს, ჩვენ ეს ციფრები არ დაგვითვლია. სააკაშვილს უყვარდა ასეთ თქვა რომ ბათუმში ჩავიდა და იტყოდა რომ აი 5 მილიარდის ინვესტიცია ჩაიდო. აი ასევე ჰაერზე მოგონილი წვლილი არის ეს ციფრი. мотивация არ არის. მე გეუბნები და ქალბატონმა თამარმა და ბატონმა გიგლამ თუნებოდ მოიძიონ დოკუმენტაცია და ხვალ მოგიტანონ გადაცემაში არც ერთ სახელმწიფო უწყებას გეუბნები სრული პასუხისმგებლობით არ დაუთვლია და არანაირი 8 მილიარდი და 4 მილიარდი და 3 მილიარდი ეს არ ჯდება. ეს არის ტყუილი მოგონილი პიარი. ბატონო, ბევრად ნაკლები ჯდება. ეს ჩემი მოსაზრება არის და ამაზე გეტყვით. თქვენ როგორ დათვალეთ ის მიხარეთ რა? ვეღდება 8 ამაზე რეკლამა. მაგრამ როცა პრემიერ-მინისტრი რეკლამის შემდეგ ჯდება და
ეს არ არის დათვლილი, ეს არის ტყუილი. ამაში დამეთანხმეთ, რომ ეს არ არის დათვლილი. შეიძლება რეკლამა ჩვენს ეთერში და რეკლამის შემდეგ მინდა იმ ადამიანებსაც მოусმინოთ, გამაგზელებინა. ბევრი ტყუილი აქ იქვა და უნდა გვაქვს ბევრი დრო გვაქვს. არა, ქალთოსები აუცილებლად მოგცემთ სიტყვას, როგორ გეკადრებათ. იმ ადამიანებსაც მოусმენთ ჩვენ რეკლამის შემდეგ, ვისი უფლებებიც დაირღვა, ისინი თვლიან და მათ როგორ წარმოუდგენიათ სამართლიანობის აღდგენა, ამაზეც ვისაუბრებთ, დავბრუნდებით ძალიან მალე რეკლამის შემდეგ. ტონალობა ბარიერი განაგრძობს პირდაპირ მუშაობას. ჩვენ საუბრობთ იმაზე, როგორ უნდა აღმოიფხვრას ხარვეზები მართლმსაჯულებაში, ბატონ კახა რეკლამის საუბრობთ. პირველი, რაც იცოდეს ქართულმა საზოგადოება 8 მილიარდი, რომელიც დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა, ეს არის ტყუილი, არანაირი 8 მილიარდი. მე მიპასუხებ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ეს არ ჯდება, ჩემი დათვლები ჯდება ბევრად უფრო ნაკლები. საფუძვლიანი დათვლები, ხო, ეს არის ვარაუდები. არც ვარაუდები, დათვლები ქვია ამას, რომ ან რომელიმე სამინისტრომ ან აუდიტმა ვიღაცას უნდა დაეთვალა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჰაერზე ნათქვამი ციფრი. ვინაიდან არც თქვენ დაგითვლეთ მეორე, მე რაც დავთვალე მოგახსენებთ ამას, მაგრამ მთავრობის ხელმძღვანელი როცა აცხადებს, რომ ეჯდება 8 მილიარდი, რაღაცას უნდა ეფუძნებოდეს და გეუბნებით, რომ არაფერს არ ეფუძნება. ახლა ეს არის მოსაზრება. ჩემი მოსაზრება არ არის, ეს არის საქართველოს მთავრობის ფინანსთა და ეკონომიკის. ახლა 6-დან დაიწყე 7-ზე გადახვედი 8 მილიარდზე ახლა. ეს არის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მოსაზრება, გიგლა. დაუძახე მე. მე არ ვიცი. შენგან განსხვავებით, შენგან მესმის, დაუძახე საკრებულოში და შევეკითხე. დათვალეთ, ახლა იცი რამდენი განცხადება შევიდა პროკურატურაში, რამდენი განცხადება შევიდა პროკურატურაში, იცი? მეგეს ტყუილი, არანაირი 40.000 არ არის. არანაირი 40.000 შენთვის ყველაფერი ტყუილია, ასე გაიგე. ტყუილია, გიგა, მომიტანე 40.000 განცხადება. არ მოგიტანე 40.000 განცხადება. აბსოლუტურად. მოიცი, ახლა მომისმინე. მაგრამ დამასრულებინა. იურისტი გიგლას უნდა რომ არ დამასრულებინა. კარგი, შემდეგი, საუბარი ქალბატონი თამარი არის სამართლიანობის, მოდით მე ვკითხავთ, როგორ წარმოგიდგენიათ სამართლიანობის აღდგენა? ამ ტიპის ქალბატონმა თამარმა დანა, რომ ეს ზარალი აგრეთვე შეიძლება გამოწვეული იყოს იმის შედეგად, რომ მორალური ზიანის შედეგად სისხლის სამართლის განაჩენები როცა გადაისინჯება, ამ ადამიანებს უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფომ ზარალი და ეს წუმუკიანაც განაცხადა გუშინ და გუშინ ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწვეული არგუმენტი, იმიტომ რომ მაქსიმუმი რასაც ითხოვს მორალური ზიანის კომპენსაციისა სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა არის 700 ლარი. სტალინმა რომ დახროდა 36 წელს ადამიანი, იმ ადამიანების ოჯახის შეეზული როცა ერთი წავი დამასრულებინე 700 ლარს არ უხდია? სადა უხდიან ერთი და სადა არის კანონით დადგენილი. დახროტილის ოჯახს რამდენს კაცრავად, ბატონ კახა. ეს ეხლანდელი დადგენილი არ არის ძალიან დიდი პრობლემა. მე მგონი ჩვენ ერთი წამი უნდა გკითხოთ. თქვენ ამბობთ რომ მაქსიმუმი რასაც უხდიან არის 700 ლარი. ანუ როდესაც თქვენ ამბობთ მუდმივად რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, ამ 700 ლარს გულისხმობთ, ეს უნდა გადაიხადოს. მეგეთქვი რასაც გულისხმობ. ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტმა გაათავისუფლა 200 ადამიანი და თითქმის თვლიან სრულად ვიცნობ, თითქმის კი არა, ყველას ვიცნობ ამ 200 ადამიანს, რომელიც პარლამენტმა გაათავისუფლა 2013 წლის იანვარში. მათი პირველი ამოცანა არის, რომ სისხლის სამართლის განაჩენები გადაისინჯოს და რეაბილიტაცია მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არ უნდა დადიოდნენ მოღალატის, კურდის, ყაჩაღის და ტერორისტის. კარგი, დიდი მადლობა. ერთი კარგი, გვაქვს კიდევ ბევრი დრო და დავბრუნდებით ამ თემას. ამ ქონების უდიდესი ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის წართმეული გასულ წლებში, არის დღეს სახელმწიფო ბალანსი. ამაშია მთელი საქმე. ეს არის საინტერესო. უძრავი ქონებაც, მანქანებიც, რომელსაც არაბრუნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო დგას მუხიანში ავტოსადგომზე. კანონიერი ფლობელები აგერზიან და რა ზარალი მიადგება სახელმწიფოს 0 თეთრი და 0 კიდე მეათედი. აუცილებლად უნდა გვიპასუხოს. ასევე არის უძრავი ქონება, აბსოლუტური უმცირესობა. დაახლოებით ეს უკვე ჩემი დაახლოებითი დათვლები, რაც ჩვენ კომისიაში საკრებულოში მოიყარა თავი, არის 5-დან 10%-მდე, რაც შეიძლება გასხვისებული იყოს კერძო მესაკუთრეებზე. აბსოლუტური უმრავლესობა არის სახელმწიფო ბალანსზე და ამ ქონების დაბრუნება კერძო მესაკუთრეებზე. კატეგორიული საქმეებია, მაგალითად, რა ვიცი, რომელიც საქმე შალიკიანის საქმე, იცით, ყველამ ოჯახში რომ შეუვარდნენ და იმასნეს, რა თქმა უნდა, გააკულაკეს. მისი ქონება არის დღეს ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. სახელმწიფო რომ დაუბრუნოს ოჯახს ეს ქონება, რომელიც წაართვეს, აი, გახსოვს იმ წესით, რა წესით და წაართვეს და ამაზე იყო ჩვენ საზოგადოებაში
არაერთხელ დისკუსია, სახელმწიფოს ეს დაუჯდება აი მელანის ფასი რაც კვირიკაშვილმა მოაწეს. ბოლო არგუმენტი ვიტყვი კალაშოვს არ არის ჩვენი ინტერესის საკითხი. მოგვიანებით ისევ დაგიბრუნდით. ერთ თვითონ დავასრულებ და საერთოდ აღარ მოვიგებ. არა, როგორ არ მოიღებთ უბრალოდ ამ ეტაპზე? თავარი მიზეზი არის ელიტური კორუფცია საქართველოს მთავრობაში. იმიტომ რომ როცა ჩვენ გვეუბნება ქალბატონი თამარი და ბატონი გიგლა. კი, ძალიან სერიოზული ბრალდება არის. იმიტომ რომ იმ დღეს როცა Interpress News-ზე ჩვენ საინტერესო იყო ისე მოხდა შემთხვევით რომ ერთად დაიდო ეს ნიუსები და კომისია გადაიდო და თბილისის საქალაქო სასამართლომ გააგრძელა ქართულ ბანკის გაკოტრების საქმეზე ჩოჩერეს გაჭავას და სხვათა საქმის განხილვა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახი არ ელოდება ამ კანონის მიღებას. მათ დაიბრუნეს უკვე 80 მილიონი ფულად და ქართულ ბანკმა, ელიტა ბურჯმა და სხვა კომპანიებმა, რომლებიც შედიან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ბიზნეს სტრუქტურებში, მათი საქმეები მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით თამარ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. ისინი არ ელოდებიან ახალ კანონს და ეს კანონი დაელოდოს. უნდა შევაჩეროთ ეს. უნდა შევაჩეროთ. რაში აბსოლუტურად თამაზაშვილის საქმე არის ერთადერთი საქმე. თამაზაშვილი არის ერთადერთი ადამიანი, რომლის რეაბილიტაცია შეიძლება ეს ერთ-ერთი ადამიანი. კარგი ბატონო, ბატონო, აი თავად სამართლიანი შემდეგ არა, მე გადავწყვეტ ბატონო. არა, მითხრა კამპანი გასწავლების გარდა ვისი რეაბილიტაცია მოხდა. კარგი ბატონო, მოდი ქალტოსევდიას მოვსმინოთ პირველ რიგში. როგორ უყურებს ის ამ კომისიის შექმნას და ეგრეთ წოდებული მართლმსაჯულების აღდგენას, სამართლიანობის აღდგენას? თქვენ როგორ თვლით რა უნდა აუცილებლად მივცემთ სიტყვას და თქვენც აუცილებლად უნდა უპასუხოთ იმ მე ჩამოწერილი მაქვს ბატონი კახას ბრალდებები ასე ვთქვათ და გამონაკლისი ვინაიდან თავისთავად აპრიორი ამ კომისიის მხარდაჭერა ან მის წინააღმდეგ ყოფნა მე ვფიქრობ არ არის გონივრული და მე ვერც მივემხრობი და ვერც წინააღმდეგი ვიქნები. რა თქმა უნდა ის შიშები არსებობს რომ პოლიტიკურად მოტივირებული იქნება და აუცილებლად იქნება ძალიან ცოტა დროა გასული. 8 წელი იყო გასული, როდესაც პარლამენტში ევროპული თანხმობის კომისია შევქმნით ეგრეთ წოდებული ზვიადისტების საქმეებთან გამოცდილება გაქვთ ასეთ საქმეებში. მაქვს გამოცდილება ძალიან სერიოზული. და მიუხედავად იმისა, რომ 66 პატიმარი გათავისუფლდა, მათ შორის ბატონი ზვია ძიძიგური და ბიძინა გუჯაბიძე და 300 ადამიანს მოეხდა ძებნა, მინდა გითხრათ, რომ კმაყოფილება ამას არ გამოუწვევი არავის. აქედან გამომდინარე, კომისიის შექმნა თავისთავად არ არის პანაცია. და მე ვეთანხმები ბატონ სოსოს, რომ პროფესიულად ეს ძალიან გათვლილი უნდა იყოს, მაგრამ მე ვშიშობ, რომ ეს ასე ვერ იქნება. მიუხედავად ამისა, მე ვიტყოდი, რომ ასეთი კომისია არ უნდა შეიქმნას, არამედ მუდმივად უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ მართლმსაჯულება ხარვეზების გარეშე ჩვენს ახალი დემოკრატიის ქვეყანაში ვერ იარსებებს. რა ფორმატით უნდა იყოს და როგორ უნდა აკონტროლოს? არსებობს ამასთან დაკავშირებით ხალხია, ვინცაც აიღო პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში, ვინც აიღო პასუხისმგებლობა ამაზე, სამართლიანობის აღდგენასა თუ დამკვიდრებაზე, ეს მათი თავის სატკივარია. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ითქვას, მე როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი მომხრე უნდა ვიყო ამ კომისიის და ვარ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ხიფათი და საბელი ხელისუფლების მომხრე. გეტყვით, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ხიფათი ხელისუფლებისთვის. ძალიან დიდი, ეს არის საბელი აუცილებლად. კი ამბობენ და აცნობიერებენ, რომ სასამართლო სისტემაში ჩარევა არ უნდა მოხდეს, არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ 8 წლის თავზეც კი ეს ასე არ იყო. არავინ არ იყო კმაყოფილი, იმიტომ რომ მაინც მოხდა რა? პატიება, შეწყალება, კითხეთ ზვიადიზიგური, შიმშილობდა, მაგრამ შეწყალებით რო გამოვიდა, კმაყოფილი კი არ იყო. ვინ გააკეთა მათ რეაბილიტაცია? განა ის საქმეები ტერორისტებად გამოცხადებული, ბატონო გიგლამ ძალიან კარგად იცის. ბატონო გიგლა იმ საქმეში თქვენ რომელსაც იძიებდით და ხელმძღვანელობდით ჯგუფს, ნაწამები ხალხის და განსხვავებით განადგურებული ადამიანების ჩვენებები რომ იყო და იმ ხალხს ვინა უნდა ზღაურა? არავინ არ უნდა ზღაურა ეს მიყენებული ზიანი, არც მორალური, არც მატერიალური, არც ჯანმრთელობის, მაშინ კამერები არ არსებობდა და არავის არ აქვს გადაღებული, ვინმის აუპატიურებდა ან ემუქრებოდა ან ცემდა. მაშინ ვადაშიდაც არ უნდა იყოს ეს შეზღუდული. აუცილებლად უნდა, მე არ გეუბნებით რომ თქვენ აკეთებდით ამას. ამისთვის არსებობდა ხალხი მაგალითად გიურზა ვინა უნდა ზღაურებს გელბახიანების ოჯახს იმ ზიანს, რომ მისი 2 წევრი სრული მამაკაცები, პროფესორები, აკადემიკოსები, ცოცხლები არ არიან და 11 წელი და 8 თვე ისინი ისხდნენ ციხეში. იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. არავის არ უნდა ზღაურებია. მაშამ კომისიამ რატომ არ უნდა შეიქმნას და რატომ არ უნდა გადაწყვეტეს ყველაფერი ამას? ანუ წარსულშიც უნდა გადავიდეს. თქვენ თვით რომ მე ვამბობ, რომ ეს კომისია უნდა არსებობდეს საერთოდ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, ბატონო სოსომ ისეთი ქვეყნები დაასახალა, ისეთი მაღალი დემოკრატიის
ქვეყნები, რა თქმა უნდა, იქ ისეთი ტრადიციები არსებობს სამართლიანობის რა თქმა უნდა იქაც კი შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს რაღაც ალბათ ვიღაც კონკრეტული პირების მიერ. საქართველოში ეს ძალიან სახიფათოა, მაგრამ მაინც ოდესღაც ხონდა დაიწყოს არსებობდეს და რაც მოხდა 92 წლიდან ყველაფერი გამოიკულიოს, თუნდაც კანონთან როგორ იყო შესაბამისობაში, არამც თუ როგორი კანონები იყო და რა ხდებოდა და როგორი პოლიტიზირებული იყო, მაგრამ ეს მოხდება კი ასე. როგორც უფლებადამცველი, როგორც იურისტი მე მიმაჩნია, რომ ასეთი კომისიის შექმნა ძალიან სახიფათოა, ხო გითხარით როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, კი ბატონო, ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორების იარაღი. ეს არის ფეხის მოსამწრები. არ არის კმაყოფილი არის. თვლით რომ შესაძლოა ეს პოლიტიკური ანგარიშწორების აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ ცოტა დროა გასული. ადამიანებს დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ახლა ამას მოითხოვს, იმედ გაცხრება ექნება ბევრ ადამიანს, იმიტომ რომ ეს ის ვერ იქნება, რასაც ისინი ელიან. ადამიანს ყოველთვის უნდა და ეს არის ადამიანის ჩვენი სუსტი ბუნება და მე ეს გამომიცდია მე თვითონ როცა ჩემი მეგობრები და ჩვენი მეგობრები აი ბატონსოს ვაგზის იყვნენ საშინელი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი, აი ეს შურისძიების განცდა შეიძლება მე დავძლიეს და ადრე დავძლიე უფრო ვიდრე ვიღაც სხვა, მაგრამ ვიღაცამ ვერ დაძლია. არ შეიძლებოდა ის ხალხი ყოფილიყო კმაყოფილი და ვერც იქნება და ეს ადამიანებიც აქ რომ შეხედან ნამდვილად იმედს გაცრუება ექნებათ, მაგრამ გლიშიშიც ცხარივის გაუწყვეტ და შეიქმნას კომისიის შექმნას და შეიქმნას და იყოს ეს განხილვის საგანი პროფესიონალები თუ იმუშავებენ, ვინც მოტივირებული ამაზე მუშაობს, ახლა თქვათ ბატონსოს თუ იმუშავებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ყველანაირად შეეცდება, რომ დაცლილი იყოს ყოველგვარი პირადი ემოციებისგან, თუმცა უემოციო არც ის არ იქნება, ახლა როგორ შეიძლება ადამიანი უემოციო იყოს. მეც ვერ ვიქნები უემოციო, იმიტომ რომ მეც ძალიან გულშემატკივარი ვიქნები ყველა იმ შემთხვევის, სადაც მართლმსაჯულებას ჰქონდა ხარვეზი კი არა, უფრო მძიმე რამ და მეც მენდომება რომ აღსდგეს, მაგრამ თუ ამასთან ეხლება პოლიტიკური ანგარიშწორება და ეს გადავა ყოველთვის განზოგადებაზე იმაზე რომ რა ქვია იმას ვიღაც იუდა და ვიღაც რაღაც, ეს რა თქმა უნდა საქართველოს ამას ვერ მიიღებს და ამაზე ფეხს წაიტეხავს თავისუფლება. დიდი მადლობა, მოდით იმედად ვინც ახლა როგორი უნდა იყოს, მოდით თუ ამაზე ვისაუბრებთ ვისაუბროთ რა უნდა იყოს ფინანსური ბაკუ ყურაძეს მინდა მოусმინოთ ბიზნესმენს რომელიც იჯდა ციხეში თუ შეიძლება მიკროფონი მიაწოდეთ ბატონ ბაკუს რომელიც იჯდა ციხეში აგენტობის ბრალდებით რომელმაც დაკარგა ქონება ბატონ ბაკუ დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გაცემაში თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ შემთხვევაში როგორ უნდა აღდგეს სამართლიანობა მიკროფონში თუ შეიძლება ადგილი რომ ველოსიპედი შეიქმნას ანუ რამეთუ გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისიას კარგახანია საკითხი გადაწყვეტილი აქვს და არსებობს სპეციალური კრებული, რომელიც დანაშაულებას დაუსჯელობასთან ბრძოლის კრებულს წარმოადგენს. თუ რა პრინციპებზე აწყობილი ეს კრებული, როგორ უნდა მოხდეს მისი ამ პრინციპების განვითარება, როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანთა ჩამოშორება სახელმწიფო სამსახურებიდან და ასე შემდეგ. ყველაფერი ძალიან წვრილად არის გაწერილი და საინტერესო ის არის, რომ თავშივე პრეამბულაში აღიარებს ერთ მთავარ რამეს, ეს პრინციპი, რომ დაუჯერება იწყება მაშინ, როდესაც იწყება მივიწყება იმ დანაშაულისა და არ ხდება სისხლის სამართლებრივი საქმე, სამოქალაქო საქმეები, დისციპლინარული დევნის დაწყება არ ხდება იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც ეს დანაშაული ჩაიდინეს. რა ხდება თუ შეიძლება რომ გითხრათ, თქვენ ალბათ არჩელი გაქვთ ხო შეტანილი პროკურორი? კი, რასაკვირველია, ახლა მიმდინარეობს პროცესი ჩემს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. და მე ვფიქრობ ის ლოგიკურ დასასრულამდე ძალიან მოკლე ვადაში მივადა. რა ეტაპზეა ხო თქვენი საქმე? აღიზრა სისხლის სამართლის საქმე ჩემ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, მიანიჭა ამ სისხლის სამართლის საქმეს ნომერი, ამას აკეთებს პროკურატურის გენინსპექცია და მე ვფიქრობ ძალიან მალე უახლოეს შესაძლებელია მოხდეს წლის ბოლომდეც ძალიან ბევრი რამე გახდება გარკვეული და დამოვა წინა პლანზე. ბატონ ბაკურ, ბევრი საუბარია იმაზე, რომ აი ქონებრივი დავები შეიძლება იყოს და სახელმწიფოს ვირი დაუჯდეს ქონების დაბრუნება ადამიანებისთვის, რომელსაც წაართვეს სხვადასხვა ფორმით ღამე გადააფორმებინეს. თქვენ შემთხვევაში მე ვიცი რომ თქვენ დაკარგეთ ქონება, რომელიც აქ ასეთი საკითხებია, იცით? თქვენ ქონებასთან დაკავშირებთ რა ხდება? ამ საკითხზე მსჯელობასაც ვფიქრობ აკრია პროფესიონალიზმი და ეს ძალიან მარტივი თემაა.
ბიზნესმა რომელმაც დაკარგა ქონება, რომელიც მას ბალანსზე ეწერა გარკვეული ღირებულები და დღეს მას ის აღარ გააჩნია, ბიზნესს გააჩნია ვალდებულება, ფინანსური ვალდებულება, რომ წლის შედეგების მიხედვით, წლის ბალანსში აღრიცხოს მიყენებული ზიანი და ზარალი. ანუ ის ვალდებული აღრიცხოს, რომ მას ჰქონდა n ღირებულების ქონება და დღეს ეს ქონება აღარ აქვს. შესაბამისად, წლის შედეგების მიხედვით წარმოიშვება ზარალი. ზარალი ნიშნავს იმას, რომ არ იქნება გადახდილი ჯეროვნად გადასახადები ბიუჯეტის სასარგებლოდ. ანუ გამოდის პრაქტიკულად პირადი ქონება თუ კომპანიის ქონება თქო. ყოველთვის ძირითადად კომპანიის ქონებაზეა ყველგან ლაპარაკი. პირადი ქონება და პირადი ბინა და მანქანა ეს თამაშებია იმასთან შედარებით, რაც რეალურად ბიზნესმა განიცადა ამ უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში და შესაბამისად ეს პროცესები დაიწყება 2013 წლის ბალანსების ჩაბარების დროს 2014 წლის აპრილში. და მე გარწმუნებ, რომ ძალიან მძიმე შედეგად რა მათ შორის რაც ადრე მოხდა, იმიტომ რომ ადრე ეს ვერ მოხერხდებოდა ამ ბალანსების ასეთ ჩაბარება. უარესი შედეგით დამთავრდებოდა, კიდევ უფრო უარესი შედეგით. ახლა ჩვენ ვალდებულ რასაკვირველია, ზარალს ვერ ვაჩვენებთ, გამიგე და ახლა ვალდებულება გვაქვს ასეთი კანონის წინაშე ვალდებულება გვაქვს, რომ ჯეროვნად აღვრიცხოთ და აღვრიცხოთ ჩვენი ფინანსური, ეკონომიური რეზულტატები. ხომ სწორია? ჯეროვნად და სამართლიანად. შესაბამისად, ამ ჩვენს ბალანსებში აისახება, რომ რაღაცა არსებობდა და დღეს აღარ არსებობს. ის რაც არ არსებობს, გაქრა ხო ბუნებაში, შესაბამისად, გადავიდა რაღაცა სხვის ხელში. ხო? კომპენსაციის გარეშე ან ვთქვათ, ვინც მიიღო რაღაცა კომპენსაცია, ვთქვათ, მილიონიან ქონებაში მიიღეს, ვთქვათ, 5 ლარი, აგერ მაგალითად, ბატონმა დავითმა 1.5 მილიონი გადაახდევინეს 5,000 ლარიან ფარდულში, ხო? მან ეს უნდა, ესე იგი, მას ქონების გადასახადი აქვს, ფარდულის ქონების გადასახადი აქვს, მარტო 15,000 ლარი ყოველ წლიურად. ის ამას არ გააკეთებს, ვერ გააკეთებს, მოიწვევს აუდიტორულ შეფასებას კომისიას, რომელიც შეაფასებს, რომ ეს ფარდული ღირს 5,000 ლარი, შესაბამისად ზარალში წავა ის დანარჩენი 1,495,000, გამიგეთ, და ეს დააწვება ბიუჯეტს. ანუ ის მოგების გადასახადი, რომელიც თითოეულმა ჩვენთანგან უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს და შეავსოს ბიუჯეტი, ჩვენი ბიუჯეტი, არა, ვერ შეივსება. თუ ეს მოგება ბუნებაში არ არსებობს და არც რასაკვირველია, ვერ შეივსება, არა. მოგება შეიძლება, მოგება არსებობს ჩვენი, მოგება არსებობს ჩვენი აქტივობიდან, მაგრამ ამ მოგებას შეჭამს ზარალი. ანუ ჩვენივე მოგებით უნდა დავფაროთ ჩვენივე ზარალი. ეს კანონია, კანონის მოთხოვნაა. ამით იზარალებს ბიუჯეტი ზოგადად, მაგრამ ზოგადად არა, პირდაპირ. ბიუჯეტში არ შევა გადასახადი. მაგრამ უშუალოდ სახელმწიფოს მიმართ მოთხოვნა თუ დადგება, რომ აი რაღაც ქონება, მაგალითად თქვენ შემთხვევაში შემდეგ ვკითხოთ ბატონ დავითს, რომ აი ფულადი თანხით ან ქონების ფორმით დაიბრუნოთ დაუშვათ. მე ვფიქრობ, რომ ის ქონებები, რომელიც დაგროვილია სახელმწიფოს ბალანსზე, ახლა ის უპრეანია დაბრუნდეს. იმიტომ რომ ფულადი რეზულტატით დაუბრუნდება, უარესი რეზულტატით დაუბრუნდება სახელმწიფოს. ბიუჯეტი ვერ შეივსება და ეს პროცესი განვითარდება, აღმაგზით წავა, რამე თუ დღეს ამას გააკეთებენ კვალიფიციური, მეტი კვალიფიკაციის ბიზნესმენები და ხვალდაზე ამას გააკეთებენ მასიურად ყველა, ვისაც ეს დაებარდა. კარგი, ბატონ დავითს დაუცმოთ სიტყვა, დავით მიმინაშვილი, ბიზნესმენი, რომელმაც ზარალი განიცადა, ასე ვთქვათ, წინა ხელისუფლებისას, ბატონ დავით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თუ შეიძლება თქვენ შემთხვევაში როგორ შეიძლება აღდგეს სამართლიანობა, ანუ როგორ შეიძლება თქვენ იგრძნოთ თავი კმაყოფილად და ჩათვალოთ, რომ დაიბრუნეთ ის, რაც დაკარგეთ. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენეთ მოწვევისათვის, მიესალმებით მაყურებელს. ჩვენ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული სიტუაციაა. ჩვენ გარკვეულწილად მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მცირედით უკვე აღდგა სამართლიანობა იმ კონტექსტით, რომ პირადად ამ წუთას მე მყოფები, მე გახლავართ ბრალდებული და საბედნიეროდ დადგა ამ ქვეყანაში 1 ოქტომბერი და მომეცა საშუალება იმისა, რომ არ იყო ჩვენი საქმე დამთავრებული, არ ვიყავით ასე ვთქვათ ბრჭყალებში დაპროცესებული. გაგრძელდა ეს პროცესები მიმდინარეობს, დღეს მიმდინარე საქმე შეთქმული ბრალდებით, როგორც ფულის გათეთრება მაქვს პირადად წაყენებული, მე და ჩემს პარტნიორს ბატონ ზავალ იაკუბიძეს და
მიმდინარეობს ობიექტურად, ვფიქრობ, რომ ობიექტურად მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება და ვფიქრობ, რომ ამ წლის ბოლოს უკვე დადგება ობიექტური გამართლებელი განაჩენი. მოდი ასე ვთქვათ, რა დაუჯდება სახელმწიფოს თქვენს მიმართ ობიექტური განაჩენის გამოსვლა თუ გამოტანა, ასე ვთქვათ. აი დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ კომისიის გადავადების მთავარ არგუმენტად დასახელდა მთავრობის მხრიდან ის, რომ კომისიის მუშაობა, ანუ სამართლიანობის აღდგენა ძალიან ძვირი დაუჯდება სახელმწიფოს და დადგება რაღაც ქონებრივი მოთხოვნები თუ ადამიანს გაამართლებ გარკვეულ საქმეებში, ის იტყვის, რომ შესაბამისად უნდა დაიბრუნოს თავისი ქონება ან მიიღოს კომპენსაცია. თქვენ შემთხვევაში როგორ არის საქმე? ჩვენ შემთხვევაში ამჯერად ამ მიმდინარე საქმეზე, რომელიც ამ წუთას მიმდინარეობს, ჩვენ გვაქვს გირაო არნახული თანხა 4 მილიონი გადახდილი, ეს დებს გირაოს ანგარიშზე და ეს ბიუჯეტში არ არის, ეს არის უზრუნველყოფის ღონისძიება მოგეხსენება და შესაბამისად ბიუჯეტი ამით არ დაზარალდება, უნდა დავიბრუნოთ ეს გირაო. თქვენ და დაიბრუნოთ ეს თანხა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე სხვა პროცესი, ეს ეხება კომპანია სენტა პეტროლიუმის ქონების წართმევას გეზერაშვილის მიერ აქ ცოტა განსხვავებული სიტუაცია, ანუ აქ სახელმწიფოს წინაშე სახელმწიფო არ არის, აქ არის კერძო კომპანიის წინაშე გვაქვს ჩვენ პრეტენზია და შესაბამისად ძალიან აქტიურად დაიწყო გასული წლის დეკემბერში საარჩევნო შეტანისთანავე ეს გამოძიება, თუმცა შემდგომ შეფერხდა ძალიან დიდი იმედი გვაქვს პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობის, რომ ან თქვენი გაგრძელდება საქმე და ეხლავე მოგახსენებ ზუსტად იმ მომენტს. მათ წაართვან და დაგიბრუნოთ თქვენ, ანუ რას ითხოვთ ჩვენ ვცდილობთ ეს ამაში? ჩვენ ვითხოვთ ის ქონება, რაც იზოლებით იქნა წაღებული. გამოიკვეთოს ამ კონკრეტული პირების დანაშაული და დადგინდეს ჩვენ ესე ვამბობთ, რომ ეს იყო იზოლებითი გარიგება და იზოლებითი გარიგების დადგენის შემთხვევაში დაგვიბრუნდეს ჩვენი ქონება. ამ შემთხვევაში არის კერძო კომპანია. მაგრამ გარდა ამ და რა თქმა უნდა ისინი დაიშალეს. საჭიროა კომისიის შექმნა თუ თქვენ თვლით რომ სამართლის და ჯობს რომ პროკურატურით და სასამართლოთი აღადგინოთ თქვენ? აქ ჩვენ შემთხვევას, ჩვენ კონკრეტულ შემთხვევას ხო ეს კომისია არ ეხება ვინაიდან განაჩენი არ არის დამდგარი. გარდა ამისა მე ხაზი მინდა გაუსვა ჩვენ ციხიდან გაგვანთავისუფლეს პირობით ესე კომპანია წაიღეს კომპანიის ასე ვთქვათ ამ იძულებითი გარიგების შედეგად ჩვენ დაგვრჩა 6 მილიონი, შემდგომ დაგვაპატიმრეს და ზუსტად ეს 6 მილიონი საფასურად გაგვანთავისუფლეს ციხიდან, საიდანაც 2 მილიონი ეს იძულებით შეგვაძენინეს ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში 120 კვადრატული მეტრი მიწა, ხოლო 4 მილიონი საბედნიეროდ დარჩა გირაოზე, ვერ მოესწრო ახალაში. სახელმწიფოსგან კი ბატონო, აუქციონის წესით უშუალოდ ესე პროკურატურის გამომძიებლის ალეკომ გელაძის ზეწოლით და მითითებით 5000 ლარად შეფასებული ქონება ახალ ჭვინთაში 121 კვადრატული მეტრი პირველივე ბიჯი გაგვაკეთებინეს 2 მილიონად, როდესაც მხოლოდ 5000 ნებისმიერ ჭკვატყოფილი ადამიანი 10%-ია ბიჯი შეიძლება ამას, როდესაც კონკურენტი არ არსებობს, შეიძლება ამას მხოლოდ 5500 ლარად. იყო მითითება, დავალება ზარი, რომ გააკეთებთ ბიჯს და გადაიხდით. თუ არ გააკეთებთ ასეთ შემთხვევაში. თუ არ გავაკეთებთ, ყველას გადასარევად მოიხსენებოდა რა ველოდა, ხო? დღესაც კი ვრალდებულები ვართ. გასაგებია. ამასთან მიმართებაში კიდევ ხაზი მინდა გაუსვათ თქვენის ნებართვით. ანუ ჩვენ გვაქვს ესე შემთხვევა, სადაც გვაქვს პრეტენზია კერძო კომპანიასთან და გვაქვს პრეტენზია ამ 2 მილიონ ლარიან ქონებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან, მაგრამ გადასარევად გვესმის. ხო, ამ 2 მილიონის დაბრუნებას. არ შეგვიტანია ჯერჯერობით სარჩელი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს პროცესები ფინანსური კუთხით სამართლიანობის აღდგენა სახელმწიფოსთვის არ იქნება ადვილი და საკმაოდ მძიმე ტვირთია, მაგრამ კატეგორიულად ვეწინააღმდეგე მე პირადად ჩემას მოგახსენებთ, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას ეს კომისია დროულად, ამ კომისიას ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი. ხოლო რაც შეეხება ფინანსურ კუთხეს, არც ერთი ჭკვატყოფილი ადამიანი არ იქნება იმის მომხრე პირადად მე
იმიტომაც ვიკავებ ჯერჯერობით თავს არჩელის დაყენებისგან, რომ დღეს მე დამიბრუნდეს ეს 2 მილიონი გადახდილი და ეს დააწვეს ბიუჯეტს და შეიქმნა სხვა პრობლემები პენსიებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემი მოსაზრება ეს უნდა აღიარებული იქნეს სამართლიანობის უნდა იქნეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული და იქნეს გაწერილი დროში რაღაც ყოველდღიურად ბიუჯეტში რაღაც კონკრეტული თამის კითხვები გაქვთ ამ ბატონთან რიტორიკული რა გამოდის კავტონსებდიან დასვას კითხავთ რა არის იცით რა მოინტერესებს აი თქვენ ისტორიაში ეჭვი შეგეპარათ ყოველი სიტყვა შემიძლია დავიჯერო მაგრამ როგორ შეიძლება იურისტები ამას მიუდგნენ როგორ უნდა დამტკიცდეს ძალდატანება ზარი და იძულება შეიძლება ალოგიკური იყოს ასოციაციებში გადაჭრა ეს არა გასაგებია მაგრამ 2 მილიონს გადაიხდით მაგრამ სამართალმა არ იცის სამართალმა ერთი წუთი ნინო თუ შეიძლება ნინო მე გიხარით რომ ეჭვი აქვს ხალხოსებიას მაგრამ მე ვამბობ სამართალმა აი იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა უკაცრავად ბატონო გიბო ძალიან გთხოვთ რა ერთი წუთით რა იცებულებათა ერთობლიობა გასაგებია მაგრამ აი აქ ნახეთ რა ხდება ერთ შემთხვევაში არ უნდა დავიჯეროთ რომ მან 2 მილიონი ლარი დათმო თქვათ იმის გამო რომ თავისუფლება ჰქონოდა და მეორე შემთხვევაში იმავე 2 მილიონ ლარს თმობს იმიტომ რომ სახელმწიფო არ შეაწუხოს ესე იგი არა სიტყვის რომ აღიარებული იქნას მაგრამ ის რომ სახელმწიფოს უნდა დააწვეს და არ უნდა რომ სახელმწიფო ამ წელს შეაწუხოს ერთი წუთით თუ შეიძლება რა პრინციპს ამბობ თქვენს ეჭვს რა იწევს ჩემს ეჭვს კი არ იწევს სამართლის დადგენის დროს გამოიწვევს ყველა იმის ეჭვს ვინც ეს საქმე უნდა განიხილოს მე ამ შემთხვევაში ვარ გარედან შემფასებელი მე შემიძლია ისიც დავიჯერო ესეც დავიჯერო თუ მინდა თუ არ მინდა 2 მილიონს კი არა 2 მანეთს არ მიცემ არავის მაგრამ თუ მინდა და სრულდება ამ სახელმწიფოს ამთავრებას არა მოგანდობინებდა თუ მე მაინტერესებს აი ახლა ბატონი გიგლა მეუბნება რომ მტკიცებულებათა ერთობლიობითო მტკიცებული მიკროფონში თქვით თუ შეიძლება გვია სახე დიახ მართალია გეთანხმებით ნებაყოფლობით ხშირად ვართ ხელმოქმედი დიახ თითოეული თქვენთაგანი მოქალაქე თითოეული ბიზნესისაგან ხშირად ითხოვს ხელმოქმედებას მე არ ვარ ოპონენტი ბატონი როგორც სახელმწიფოს სასარგებლოდ ისე ადამიანთა ცალკეულ ადამიანთა სასარგებლოდ სამართალი რაც შეეხება მაგრამ ის რასაც ჩადიოდა ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის სახით მარტივად ქვია სახელად ყაჩაღობა აი ნუ გადაგარგით იძულებით ხელმოქმედებას ყაჩაღობა სამართლიანად გადამა პრინციპში არა ეს ხელმოქმედება არ იყო მან იყიდაო ასეთნაირ გაფორმებული ვარიანტი და მე ვერა რომ ასეც ხო მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ ეს რთული თემაა ასეთი იქნება ძალიან ბევრი საკითხი და ერთობლიობას რომ ამბობს ბატონ გიგლა მე მახსოვს შემთხვევები ბატონ გიგლას რომ მტკიცებულება და აი ბატონ გელა იყო მაშინ ახალგაზრდა პროკურორი იყო ჩვენთან რომ მიაჩნდა რომ მტკიცებულება არსებობდა ომობით ამოგვიყრია იმ დროს შევარდნაძის დროს სასამართლოზე ბატონი სოსობ ზანდერბურგზე და იცის რომ მტკიცებულება ამოგვიყრია დაუშვებლად მიცნია გაუჭირდება ძალიან მე ამას ვამბობ მეც არა მადლობ ცენტას თემაზე მოკლე რეპლიკა და ხელისუფლებას მივცეთ პასუხის გაცემის საშუალება მოკლე რეპლიკა ცენტას თემას მე დავით მემინეშვილი ზაალ იაკობიძის და ზოგადად სენტა პეტროლიუმის ინტერესებს ვიცავ გამოძიების ეტაპზე, რომელიც მიმდინარეობს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტში. ეს გამოძიება დაწყებული არის 2012 წლის 13 დეკემბერს, როდესაც საჩივარი შევიდა და ამ საჩივარში იყო აღწერილი არა მხოლოდ სენტა პეტროლიუმის იძულებით წაღება კონკრეტული პირები მონაწილეობდნენ აქ ხა ადვოკატი თქვა პოზიციაში არ უნდა აცდეს თავის კლიენტს უბრალოდ ვაზუსტებდა პოზიციაში არ ვსდები ჩვენს თემასთან ახლოს თუ შეიძლება გითხარი ფირმასთან დაკავშირებით და ანუ იქ სახელმწიფოსთან არ არის დავა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ამ იძულებაში მაღალჩინოსნები იმიტომ რომ კეზერაშვილი თქვა იმ პერიოდში აღარ იყო მაღალჩინოსანი მაგრამ ის ასოცირდებოდა ხელისუფლებასთან იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი და როდესაც კეზერაშვილი გიბარებს და გეუბნება რომ 24 საათში უნდა მიიღო გადაწყვეტილება და ეს არის შეთანხმებული მიშასთან, ადესთან
და ვანოსთან ზუსტად ამ სიტყვებით როდესაც განუცხადა, ხო, გასაგებია გადამოწმების შანსი არის, ხო, მაშინ და 24 საათში უნდა მიიღოთ მათ ეს გადაწყვეტილება. არა, 24 საათში ეს ზუსტად დაისახა, იმიტომ რომ 24 საათში როდესაც არ მიიღეს მათ გადაწყვეტილება და როდესაც ცადეს, ასე ვთქვათ, ამას შებრძოლებოდნენ, ის პირველადი თანხა რაც დაასახელა იმ კრედიტების გასასტუმრებლად, რაც ფირმას ბუნებრივია ჰქონდა და კრედიტებით არსებობდნენ, ხო, და ბიზნესს ანვითარებდნენ კრედიტებით. 24 საათში 5 მილიონი უცებ ჩამოაკლო, რასაც შეპირდა ის გააკეთა და იმასთან დაკავშირებით ხა ქალბატონის სევდია რასაც ბრძანებს რომ იძულება როგორ უნდა დადასტურდესო ქალბატონის სევდია გარდა იმისა რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა ვიწერია კანონში ხო რომ მტკიცებულება კიდე შინაგანი რწმენითაც ფასდება. როდესაც გიდევს ეს რომ 5000 ლარად არის შეფასებული მიწა და ამ შემთხვევაში იხდი 2 მილიონს მაგალითი მადლობა ჩვენ ახლა საკმის დეტალებს ვერ განვიხილავთ ძალიან ძნელი იქნება ბატონ გიგლა ქალბატონ თამარ უნდა გვიპასუხოთ შემდეგ საკითხებზე არის შემთხვევები როდესაც ქონება აი ბატონო კახამაც ძანა რომ არის სახელმწიფო ბალანსზე და არაფერი თუ შეიძლება რა აქედან დავიწყოთ არ მინდა ზოგიერთმა კითხვა რაზეც აქ ლაპარაკი შეიძლება განხილვის თემას აგვაცდინოს და სხვა მიმართულებით წავიდეთ. მოდი დავიწყოთ ყველაფერი. ნუ ამიტომ ვცადოთ დაბრუნება მაშინ. შეიძლება მეც გქონდეს რაღაც სრული რაღაც რეპლიკების, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის. საქმე რაშია? აი ამ ორი ბატონის საქმის განხილვის პროცესი როგორც მიმდინარეობს, ეს არის ნორმალური სამართლებრივი რეჟიმი, როგორ უნდა ხდებოდეს არსებული პრობლემების გადაწყვეტა. მაშინ კომისია რა საჭირო? ერთი წამით. აი მოდი ასე ვთქვა. საქმე რაშია? აქ არის რამდენიმე ტიპის პრობლემა და ამ პრობლემებს გამოიწვია. ყველაფერი ალბათ იწყება საქმეების რაოდენობით და ეს არის ძალიან ბევრი რაოდენობა. ანუ ერთ-ერთი არის რაოდენობა, მეორე არის ნდობის ფაქტორი. როგორც სასამართლოს მიმართ, ასევე გამოძიების მიმართ. ხო? როდესაც ადამიანები მიდიან განცხადებით საგამოძიებო ორგანოში, უკვე ნდობა რაც გაუშვათ, მას შემდეგ რა ხელისუფლება შეიცვალა და უკვე იმედი გაუშვათ, რომ ისინი სამართალს იპოვიან, მიდიან და მე წამიკითხავს პრესაში ახლა ამის თაობაზე, რომ ხდებათ ის ადამიანები, ვის მიმართაც მათ ვერ ექნებათ ნდობა, ვერ აქ ერთი არსებითი სხვაობა, ეს არის ის რაც საბატონებმა ბრძანეს ეს არ არის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. კი, ანუ კომისია ამას არ ეხება. ეს ორი რაღაც უნდა შესული განაჩენისგან შექმნა ახალი გარემოების ეს არის მთავარი პრობლემა. ანუ საქმის განახლება სხვანაირად ეს არის არსებითი. მოდით მივყვეთ ეტაპობრივად. არის ის დამკვიდრების ეტაპზე. ანუ კარგი. მოდით ეტაპობრივად გავყვეთ. ამიტომ ნდობა, ეხლა კვლევები აჩვენებდა სასამართლოს ნდობის ხარისხი როგორი დაბალი იყო, აჩვენებდა პროკურატურის ნდობის ხარისხი როგორი დაბალი იყო და შესაბამისად დღევანდელ ვითარებაში ეს არის გრძელი პროცესი, მე არ ვიცი, ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის შეიძლება რეფორმისა, სასამართლოს რეფორმისა, ახალი კადრების მოზიდისა, მათი სწავლებისა, იმიტომ რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში მე შემიძლია ვთქვა, ყოველ შემთხვევაში ჩემი გადასახედიდან გამოძიება არ წარმოებდა და საპროკურორო ზედამხედველობა არ წარმოებდა, იმიტომ რომ ეს საჭირო არ იყო. იმიტომ რომ აი ეს მე მახსოვს მე მგონი ინტერვიუში წავიკითხე როგორ მოხდა აი ამ ობიექტის იმ 121 კვადრატული მეტრი მიწის გაყიდვა ადამიანმა გაიკრა რომ 5000-იანში 2 მილიონი როგორ გადავიხადო ბიჯი ხო არის 500 ლარი ანუ წესი ხო არის ვიღაცა მაინც იყოს ანუ მოლოდინი ქონა რომ ვიღაცა ფასა უწევდა და ასე გაგრძელდებოდა უთხრეს პირდაპირ იტყვიო ანუ ასწავლე როგორ შეიძლება ნდობა გქონდეს იმ ადამიანებთან თუ ეს ადამიანები ჯერ ისევ სისტემაში მუშაობენ მეორე მხრივ ეს ადამიანები ჯერ ასე ხელაღებით სამსახურიდან ვერ უნდა მათი რომ ანუ უკაცრავად მე როგორც ვთქვი პრობლემა არის ის რომ პროკურატურაში და სასამართლოში არ არის ნდობა ხალხს არ აქვს ნდობა და რაღაცა სტრუქტურა უნდა შეიცვალოს სანამ კადრები შეიცვლება არა მე ვამბობ რომ ამ შემთხვევაში მე ვამბობ რომ პროცესი სწორად მიდის და ეს პროცესი გაგრძელდება მსგავს და ანალოგიურ სიტუაციებში მაგრამ საქმე ეხება იმას იქ სადაც უკვე გამოძიება დამთავრდა სასამართლო დამთავრდა, სამივე ინსტანცია გაიმართა სასამართლომ კანონიერ ძალაში შესულია და всё, სხვა ინსტანცია გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი აღარ არსებობს, რომ გადაისინჯოს. არსებობს კანონით დადგენილი ერთადერთი საშუალება, ეს არის ახლად აღმოჩენილი გარემოება. წესით ახლად აღმოჩენილი გარემოებაზე, როდესაც განცხადებელი მიმართავს, უზენაესმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს და მიიჩნიოს, რომ არის თუ არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომ ხელახლა განიხილოს საქმე.
ეხლა რა ხდება? სასამართლოსთან მიმართ ნდობა არის დაბალი, შესაბამისად ადამიანი არ მიდის იქ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიდის სასამართლოში ხდება ის ადამიანი, ვისაც არ ენდობა. ამიტომ გაჩნდა მოთხოვნა საზოგადოებაში, რომ შეიქმნას გარკვეული ლეგიტიმაციის მქონე ისეთი ორგანო, რომლებიც იმსჯელებს, რომ არის თუ არა კონკრეტულ საქმეში, დაუშვათ იმ ტიპის დარღვევები, იმ ტიპის ხარვეზები, რომ შეიძლება ეს კანონის შესაბამისად ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად და შესაბამისად ხელახალი განხილვა დაიწყოს ამ საქმის, ოღონდ არა პირველი ინსტანციის სტადიიდან, არა მეორე ინსტანციის სტადიიდან, არამედ მესამე ინსტანციის სასამართლოში. ამიტომ შედეგს უნდა მივაღწიოთ და იმ თემას დაუბრუნდეთ. სასამართლოს რა აზრი აქვს მაშინ? აი ზუსტად საინტერესო ყვაზის სასამართლო და პარალელურ სასამართლო არ შეიქმნას და ამ დროს ის რაც ფერმზანებთ როგორც ჩანს მაინც იქეთ კერებთ რომ თუ ამ სასამართლოს ხალხი არ ენდობა უნდა შევქმნათ რაღაცა უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე სტრუქტურა რომელსაც ხალხი ენდობა და რომელიც დაავალებს სასამართლოს რაღაც გაკეთებას. დაავალებს, არა. აი ახლა უტრირებ, ბატონო და ბატონო, ჩვენ აქ მოვისმინეთ ახლა ორი ისტორია. რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ თქვენ პირადად ახლა სერგეის ამინმე სხვა მაგრამ არა მოდით მე გითხავთ მაშინ როგორ უნდა მოიყვათ მაშინ მეორე მხარე როგორც პასუხს მე მინდა პრინციპთან დაკავშირებით კითხოთ ისტორიებზე არ ვისაუბრებთ მაგრამ არის ასეთი ტიპის დავები, ხო? ადამიანები ამბობენ, რომ მათ მართლაც წაართვეს ქონება. მართლაც ეჭვში წვევს. რატო უნდა გადაიხადო, თქვათ 120 კვადრატული ან უკაცრავად სოფლის სახელი ვერ დავახსოვრე. ამ ისტორიის უკან აიძახო არ ვიცი და მე ამ ფაქტს რა შეიძლება არ ვიცი, არც ნებისმიერი ვერსია რაც უნდა გამოხატოს. არსებობს გონიურული ეჭვის ტერმინი. არსებობს გონიურული ეჭვის ტერმინი, რაც ძალიან უყვარდა დავუშვათ წინა. არა, უბრალოდ ასეთი პოზიცია კარგად ვერ წარმოგაჩენთ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ხე ხმამოთ რომ ნეიტრალური ადამიანი ხარ და არა დაუბრუნდეთ ისევ როდესაც გონიურული ეჭვი ჩნდება, რომ შეუძლებელია 2 მილიონი გადაიხადო ქონებაში, რომელიც რეალურად შეიძლება მაქსიმუმ 10,000 ლარი ღირდეს, ხო? კვადყოფელი ადამიანი ამას თავისინებით არ აკეთებს და თუ გაგიჟდა ვიღაცამ უნდა გააჩეროს წესით, ხო? როდესაც ასეთი ეჭვი ჩნდება, როდესაც თქვა ღამის 4 საათზე ნოტარიულად არის გადაფორმებული რაღაცა ქონებები და ტრანზაქციებია განხორციელებული რაღაცა უცნაურ დროებში, ხო? ხანდახან შაბათ-კვირას როგორც ამბობენ, როცა არ უნდა მუშაობდეს ბანკები და ასე შემდეგ. აი ასეთ დროს როგორ უნდა გამოიძიონ ეს საქმეები, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფერს. ზოგჯერ ზოგჯერ უკვე დამთავრებულია განაჩენი გამოტანილია. რა უნდა მოხდეს? ბატონო გიგრადოს სწორი რამე ახსოვს. თუ დაკის და ახალ გარემოებს არსებობს. არსებობს სასამართლო, ხო რა, რას ვაკეთებ? ის სასამართლოს გარეთ კიდე რაღაც ახალ სტრუქტურას ვაჩვენებთ, რომელსაც თითქოს და ხალხს თვითონ მაღალი ლეგიტიმაცია აქვს სასამართლოს. და მე ამ სტრუქტურას დელეგიტიმაცია განიცადოს, მე კიდე მესამე შევქმნათ და ესე აუცილებლად იქნება დელეგიტიმაცია და ეს ძალიან დიდი საფრთხეა. საინტერესო კითხვა პრინციპში ახლად აღმოჩენილი გარემოება ისედების გამო ისედაც შეიძლება ხო ადვოკატმა მიმართოს სასამართლოს. არ შეიძლება შედის ეს არის რეალურად, მაგრამ შეიძლება ვიტყვი რატომ უნდა იყოს ეს კომისია და რას ვხედავ მე როგორც ერთი ვთქვათ ადამიანი ამ ყველაფერში. ჯერ ერთი პირველ რიგში ვიზიარებ აბსოლუტურად ბატონი კახეს პოზიციას, რომ ეს კომისია უნდა არსებობდეს უბრალოდ ტემპებში და სისწრაფეებში არ ვიზიარებ ამ საკითხს, რომ დანარჩენი ბოლომდე მივყვები, რომ კომისია უნდა შეიქმნას. ვიზიარებ ალბათ ეს პოზიციას, რომ ეს ძალიან სახიფათო და ვიზიარებ, რომ ძალიან ბევრი უკმაყოფილო იქნება ამ პროცესში და რატო იქნება. თავისთავად ამ კომისიის არსებობა, დიახ, რა თქმა უნდა, ამ კომისიის არსებობა არ გულისხმობს იმას, რომ ეს კომისია ასე დაბეჭდავს და იტყვის, რომ ყველგან არის პრობლემა და სასამართლოებს გაუგზავნის და დაავალებს. არა, ეს არის სისტემურად დანახვა კომისიის მიერ. მაგალითად, ერთ ადამიანს ყოველთვის უჭირს იმის დამტკიცება, რომ მაგალითად ადეიშვილი ან მანო მერაბიშვილი ურეკავდა და მაშინ, როდესაც არანაირი საშუალება არ ქონდა საკუთარი თავის დაცვის და როდესაც კომისია ხედავს, რომ 7,000, 10,000 განცხადება პირობად შემოვიდნენ, რომლებშიც ყველგან ერთი და იგივე გარემოება, ეს უკვე არის საკითხის კომპლექსური შესწავლა. ანალიზი უნდა გააკეთოს. ანალიზი დაინახავს ყველაფერს კომისია. ეს არ არის განაჩენები ბატონო შოთა რა არავითარ შემთხვევაში კომისიის დასმა არის ერთადერთი საფუძველი იმისათვის რომ ადამიანმა მიმართოს სასამართლოს და სასამართლო გახდეს ვალდებული ხელახლა განიხილოს მეტი არაფერი ის სასამართლო რა თქმა უნდა არ არის ვალდებული კომისიის პოზიცია გაიზიაროს ეს შეიძლება დავასრულებ და მე აღარ ვილაპარაკებ დავასრულებ უბრალოდ რაში ვხედავ რა ძალიან დიდი კითხვები რომ რაღაცა დისკუსია შედგეს ხო მე ამ კომისიაში
როგორც ხედავ ადამიანის, როგორც ერთი ინდივიდის უფლების აღდგენას, ასევე ხედავ უშუალოდ დაზარალებული ინდივიდის, ასევე თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვის გარანტიას და რატომ. ბატონმა სოსომ ძალიან კარგად დაიწყო საუბარი იმაზე, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. ეს არ შეიძლება იყოს ჩქარი. არა, პროფესორ, ძალიან ბევრი რამის გადაფასების თვალსაზრისით. შეიძლება ჩვენ ახლა ემოციურად ვფიქრობთ, რომ ყველაფერი იყო ცუდი, მაგრამ ამ კომისიამ მუშაობის შედეგად აღმოჩნდეს, რომ ყველაფერი არ იყო ცუდი და ჩვენ ამ პერიოდში თვითონ ანუ ჩვენ უნდა შევძლოთ რაღაცებს გადავაბიჯოთ, შევძლოთ საკუთარ შეცდომებს გადავაბიჯოთ და ეს არის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი უფლებადარღვეული ადამიანი. ჩვენ ვიცით რა არის საერთაშორისო სტანდარტი და ვამბობთ, რომ აი ამის ფარგლებში უნდა ვიმუშაოთ და ეს არ არის ხვალინდელი ხოლმე ერთი დღის ნაწილობრივ ბატონსასოს და შემდეგ რეკლამა გქონდა. ნაწილობრივ პასუხი გასცა იმით, რომ ყველაფერი შეიძლება ასე არ აღმოჩნდეს, იმიტომ რომ იმ 40000 თუ 40000 განცხადებიდან თქვენ არ ფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი სულიად უსაფუძვლოდ არის შეტანილი. მე რა კომისია რასცემს პასუხს? შეიძლება. და ამ კომისიამ პასუხი უნდა გასცეს და თქვენ ახლა ამას გაიგეთ. ადამიანი როგორ უნდა შეესწავლოს 40000 საკითხს? უკეთ 9 კაცმა 9 კაცის კომისია თუ 40000 და სტანდარტი დადგენა არ არის მახსენდება რომ ეგრეთ წოდებული ზვიადისტი პატიმრების სიაში ეტენებოდა იმდენი ყაჩაღი და ბანდიტი ძლივს ვიგერიებდით და ისევის ჩვენი ნამდვილი მებრძოლები მოდიოდნენ იარაღისთვის გასამართლებული დღეს რო გვარდიელი იყო კანონიერი ხელისუფლების და ხვალ რო გამოუცხადეს რომ უკანონო ხარ ეხლაო და ამისთვის რო გაასამართლეს იარაღი რატო გეჭირაო ჯარისკაცი იყო იმ სიაში რო ეტენებოდა ხალხი აღარ ვიცოდით როგორ მოგაშორებით. ასე რომ ეს ძალიან დიდი საფრთხეა და ძალიან რთულია. მაგრამ მე არ გითხოვთ, მაგრამ ამ რაოდენობაზე არ იყო ლაპარაკი, ასე რომ ეს რაოდენობა ცოტა ესეთი არის და ასევე ბატონო გიგლა თქვენ რომ ბძანებთ რომ აი იგივე ხალხი ხდება, იგივე ადამიანი შეიძლება ამ სიტუაციაში სხვაგვარად მოიქცეს და პოლიტიკური, აი ეს მე ხა თქვენ როგორც პოლიტიკოსებს, იმიტომ ხა მაპატიეთ შევასაბამებლად არ მოგცემთ, მაგრამ ძალიან სახიფათოა ის ტენდენცია, რომ იგივე ხალხი ხდება პროკურატურაში, იგივე ხალხი ხდება სასამართლოში, იგივე ადამიანი ამ სიტუაციაში შეიძლება სხვაგვარად მოიქცეს. ახლა მე რო თქვენ სულ გიძახოთ, თქვენ შევარდნაძის გამომძებელი გეთანხმებით, ქალბატონო, მე სხვა რამე ვთქვი, უკაცრავად, მოდი დეტალებში. საქმეში რომ მოქალაქე თვითონ დაზარალებული როცა მიდის, თვითონ მისი სუბიექტური დამოკიდებულება არის მეთქი თორე მე პოლიტიკოსების ფიფათი შემცველი რო არის გეთანხმებით. ესე იგი სამართლის, პროფესიონალების დაყოლა ადამიანების განსხვავება ეხრობა კომისიის შეკრებას. უბრალოდ ეხრობა იმიტომ რომ ეს მარტივ ძალიან საფრთხეა და ეს ძალიან შესაძლებელი მარტივი მითქვა მარტივი იყო რეკლამა და შემდეგ უკვე ყველა გასაგებია თქვენ პროფესიონალი მე გეტყვით რომ ეს ჯერ ადრეა ეს მართლა ადრეა იმიტომ რომ ვერ იქნება ობიექტური. ეს ასე გეთანხმებით კი ბატონო სამართალი ურმით დადის სამართალმა არ შეიძლება ცხელგულზე გადაწყვეტილება მიიღოს. ეხლა ვითარება არის ისეთი, რომ ეტაპობრივად და ნელა, ანუ ემოციები უნდა დაცხრეს და ისე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. რეკლამა ჩვენს ეთერში ბატონი მოკლე სად არის იმის გარანტია, რომ ცოტა ხანში დაგჭირდება ჩვენ შევქმნათ კომისია, რომელიც იმუშავებს სამართლიანობის აღდგენას. კომისიის მიერ უფლებადარღვეული ხალხის უფლების აღდგენას. ერთადერთი არა არის რიტორიკული კითხვა. არა. მომისმინეთ თუ პროცესი მიდის გამჭვირვალე, ამ შემთხვევაში ეს კითხები არ გაშენდება. თუ პროცესი მიდის ისევე როცა დახურულად მიდის პროცესი, მაშინ ხდება ეს კითხვა. კარგ, რეკლამა ჩვენს ეთერში და რეკლამის შემდეგ უკვე ყველას მოგცემ სიტყვას დანარჩენ სტუმრებსაც. 12-ზე დავასრულოთ. რეკლამა ბარიერი განაგდოს პირდაპირ ეთერში მუშაობას. მოდით მერაბ ჭიქაშვილს მივცეთ სიტყვა, ჟურნალისტი. მერაბ, თქვენი აზრით როგორ ეხლა ბოდიში დავჭერთ უბრალოდ კიდევ ერთხელ მოსმენს და მაყურებას. აქ საუბარი იყო და ქალბატონი რომ ძალიან კარგად ახსენა ფული და სამართლიანობა, ფინანსები და სამართლიანობა. მე ვსაუბრობ იმ საქმეზე, რომელ საქმეშიც მე ვიყავი მონაწილე და მინდა ხელისუფლებასაც დაუსვა შეკითხვა და ბატონ შოთა უთიასშვილს მინდა დაუსვა შეკითხვა. 15 ივნისი გახსოვთ ბატონო შოთა სამართლოსთან დარბევა ახალგაზრდების. გახსოვთ 2009 წლის 15 ივნისი. გახსოვთ ნაცემი ახალგაზრდები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და მე ჩვენ ჩაგდა ქალაქის სამართლოს. გახსოვთ? არა, მაინტერესებს ხომ გახსოვთ? თქვენი პოზიცია მაინტერესებს შემდეგ და მე დაუსვა მე ხელისუფლებას შეკითხვას უკვე.
აქ საუბარი რაზე? ბიზნესმენებთან დაკავშირებით მესმის და ფულადი კომპენსაცია როცა არის საუბარი მესმის. მე პირადად მოძრაობა რატომის როგორც ერთ-ერთი ლიდერი და წარმომადგენელი ვიყავი და 55 იყო ჩვენი ორგანიზაციის წევრი 15 ივნისს. სხვა მონაწილეებიც იყვნენ, მათ შორის ვინც დაგვიჭირეს, ყველამ კარგად იცით ეს ადამიანი, მე ვსაუბრობ ჩემ თავზე. და ვსაუბრობ რას ვამბობ. ჩვენ მე პირადად არც ერთ თეთრზე არ მაქვს საუბარი, ჩემთვის ფული არ წავრთმევიათ, ჩემთვის ქონება არ წავრთმევიათ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი გვცემეს ეს ყველამ კარგად იცის და მით უმეტეს იცის ხელისუფლებამ და ძალიან კარგად იცის თურმე ბატონმა შევტოვას. ჩვენზე მე ვსაუბრობ ერთი შეკითხვა მაქვს ასეთი. ჩვენ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა როგორ უნდა იყოს? აი მე რა თქვენ მიმართეთ ვინმე სამ რა თქმა უნდა ჩვენი საქმე ხა სტრასბურგშია, კი ბატონო, მაგრამ ეხლა მინდა ვთქვა რა. ჩვენ უკვე შეიძლება ითქვას დიდი ბოდიში, მაგრამ დაგვაკატავებენ დაიწყო გამოძიება, მაგრამ ვკატავთ. აი როგორ? პროკურატურა გამომძიებელი. პროკურატურა გამომძიებელი. ჩვენ ვის რას ჩასითხოვთ ვინ? არა, რა ბუნებრივია, ჩვენ არც ერთ მე პირადად ვამბობ ჩემ თავზე. მე არც ერთ თეთრს არ ვითხოვ. მით უმეტეს გარდა იმისა, რომ ძალიან დამნაშავების რა თქმა უნდა, ბუნებრივია, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ რომ გვცემეს, როგორც მოგვექცნენ. მერეც იქ სამართლოს კაპესში გამოგვამწყვდიეს. ვიშიმშილეთ იქ და რა მდგომარეობაშიც ვიყავით. ჩვენ ხო ვითხოვთ სამართლობის აღდგენას. გამომძიებელი კიდევ ერთხელ თქვენთვის რა იქნება სამართლიანობის ჩემთვის იქნება ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს თანამდებობებზე ინიშნებიან, მე გეტყვით გამომძიებელს ერთ-ერთ დაკითხვაზე ხელი აუკანკალდა, იმიტომ რომ სახელი და გვარი ვინც მახსენეთ და კადრები არსებობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქვს მთელი მასალა. სტრასბურგში 2014 წელს დაიწყება ამ საქმის განხილვა. იმიტომ იმ კაცთვის იყო რეაქცია ის, რომ საუბრობდი ჩვენ იმ ადამიანზე, თურმე ვინც უკვე დანიშნულია მის ზემდგომად. ეს გადაამოწმეთ, ძალიან გთხოვთ. თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ამ ხელისუფლებას იმაზეა საუბარო ჩემი დამოკიდებულებაზე. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად იცის, მაგრამ ეს ადამიანი ხა იმან რა დააშავა, მაშინ ვერაფერს ვერ ვეთქვი ჩვენ იმ გამომძიებელს, იმიტომ რომ ის უკვე მოდის წინააღმდეგობაში თავის თავთან, იმიტომ რომ მან ჩვენგან ჩვენებები მიიღო, რომ ხელს ვადებთ მის ზემდგომზე, ხო? აქედან გამომდინარე, როგორ უნდა აღდგეს ჩვენთვის სამართლიანობა? თავიდან ბოლომდე სახელმწიფოებრივ, მე ვამბობ კიდევ. მოვიწმენ დიდი ხანი. ყველა ასე მოვიწმენ, იმიტომ რომ ხელისუფლება ეხლა რა მდგომარეობასაა, რა მემკვიდრეობას ერგო, თავიდან ბოლომდე სახელმწიფოებრივ და ვაძლევთ და მოყვებით ბოლომდე, მაგრამ აი მინდა მაინტერესებს ჩვენ არ ვითხოვთ ფულს მესმის ამ ადამიანების პრობლემა, მესმის ამათი მორალური ზიანი, მესმის ის მანქანები, რომელიც დგას, ჩემი მანქანას დგას და ვამბობ 200 მეზობელი იტყვის, 300 ჩემი ნათესა ვიტყვის, რომ ჩემი მანქანა, მაგრამ კი ბატონო, არ ვითხოვ. მართლა ნინო არ ვითხოვ. მაგრამ მაინტერესებს, აი მარტო ერთ საქმეზე. 11ჯერ ვარ დაჭერილი, 3ჯერ გაშვებული ვარ ციხეში. არაფერს არ ვამბობ, ერთ საქმეზე ვამბობ. 15 ივნისზე, რომელიც ძალიან ყოველთვის ცნობილია. როგორ უნდა მოხდეს? და მეორე კიდე სახელმწიფოს აქვს ეხლა ამ ხელისუფლებას უდიდესი პასუხისმგებლობა კიდე რაზე რომ. ჩვენ მე რომ სხვანაირად. მე ხომ დამნაშავე ვიქნები რომ დიდი ბოდიში, მაგრამ საკუთარი მეუღლის საკუთარ მეუღლეს ერთად რო გცემენ. ფეხს რომ უტეხავენ, ფეხზევე მეუღლეს. ჩაგაგდებენ დილეგში. ბავშვი რო მიიღებს თან დაყოლილი კი ბავშვი რომ მიიღებს, რა ქვია, ასთმას და დიაბეტს, იმის გამო რაც მაგას შეესო და ნახა, დიდი ბოდიში, მაგრამ ამაზე ნუ გავიხიბებ, ამაზე გავფიქრდეთ, მე რა უნდა ვქრა, სახელმწიფო მე ხო დამაკავებს და უარესღეს შევდებ, როგორ მოვითმინო, როგორ ნახავთ ადამიანი. გარეთ, მართლა ვამბობ, ამას გეუბნები. თქვენ ეს პრობლემები გამოგიერათ, როგორ იქნებოდა თქვენი რეაქცია? რას მეუნებით მე და ჩემ ოჯახს და ჩემ შვილს, ჩემზე ვამბობ პირადად ჩემზე. ამაზეა საუბარი დიდი ბოდიში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ და კარგია ბატონო შეტო, ცოდნიათ ეს საქმე, ხო? თქვენი მაინტერესებს შეკითხვა. თქვენ ფიქრობთ რომ პოლიციამ გადააჭარბა იმ დღეს იყო დანაშაული, სიცხეს სამართლებრივი დანაშაული იყო თუ არა 15 ივნისს. მადლობა ბატონო, მე რა ბატონ სასოს მანდა მოკლედ თუ შეიძლება იყო თუ არა მაშინ დანაშაული ჩადენილი გადააჭარბა თუ არა პოლიციამ უფლება მოსულებას გახსოვთ ეს დღე? მეც კარგად გახსოვთ, ჩვენ ჟურნალისტებსაც მოხდათ კამერები მაუწყებლობა შეწყვიტა. კი ბატონო, კამერები ხო არ ცნობილი მოეკი მახსოვს ეს და მახსოვს მაშინ და თუ არა მაშინ დანაშაული ჩადენილი და არა მოკლედ რო გითხრათ ან კი ან არა რა ვიცი ან თუ ორ მაგარი არა მე მაშინ გაქვთ ისიც გითხარი ის ისტორია რომელიც თქვენ მოყევით არის ძალიან ძლიერი ისტორია და ის რას მოგო ფეხი და ფეხი მეუღლე იურისტები ბრძანდებით კიდევ ერთხელ გეუბნებით ყველას დიდ პატრონს და მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ კიდევ მე ხელისუფლებას ამ შემთხვევაში ისე აწევს თქვენგან მემკვიდრეობა უზარმაზარი მაგრამ მე გეკითხებით იყო როგორ შეაფასებთ 15 ივნისს თქვენი ხავით იმთავრებდა იყო არ ვიცი ძალიან ხუთ მიპასუხოთ გუსმენთ იყო გადაჭარბება სისხლის სამართლებრივი დანაშაული არის თუ არა ნაცემი ადამიანები ჩაყრილი ციხეში
გეუნებით ეხა 45 წუთში სასამართლო გამოუტარე გადაწყვეტილება რომ დამაშავებელო დამაგებ ბატონი შოთა თქვენ შეიძლება ის მე თქვენ ისმით ისტორია ეს დაამძიმე ისტორია 15 ივნისის სამართლოს შალკეულ ადამიანებს მიმართ შეიძლება დაირღვა კანონი შეიძლება ეს მოხდეს თქვენს მიმართაც ყოველთვის იმ ისტორიას რომელსაც თქვენ ყოფით არის ძალიან ძლიერი ისტორია მე თქვენ კერძო ისტორიის დეტალები არ ვიცი მაგრამ თუ ვინმესთან გაქვს პრეტენზია თქვენ უნდა მივხვდეთ სასამართლოს და იჩივლოთ ბატონს ბოლო მიცეთ სიტყვა ისიდრაშია საქმე სამართალს თხოვთ სამართლიანობას და სახელმწიფოს გაგითხოვთ ზნეობრივ ქმედებას მაგრამ როდესაც ჩვენ აი ასე ფაქის თემებზე სადაც საუბარია დაუსჯელობასთან ბრძოლაზე. ქანა ჩვენ არ ვწოდავთ, როცა ასეთ თემაზე სამსჯელოდ ოპონენტად და სტუდიაში მოყავთ ბატონი უტიაშვილი. ქანა ეს ნეობრივია. რომ იმ უწყების წარმომადგენელი, რომელთანაც დაკავშირებულია, ყველა ეს კანონდარღვევა. იმ უწყების წარმომადგენელი, რომელთანაც დაკავშირებულია 7 მილიარდია, 3-ია, 13-ია, 33-ია თუ კიდე ერთი იყოს, არა აქვს მნიშვნელობა. ხო, რაღაცა ციფრი ამ უწყების საქმიანობასთან არის დაკავშირებული. კი ბატონო, თუმცა ბატონი ეს ნეობრივია. და როდესაც ჩვენი პოზიცია იქნება ისეთი, რომ ამ ადამიანებს არ ექნებათ მორალური უფლება რომ პოზიციით გამოვიდნენ რა და როდესაც ჩვენგან ამრიანტია იქცევენ არა მაშინ ისინი წნარად იქნებიან რა დამერწმუნდა ეს კაცები ჯაშუს ვალდებ გამოვიდნენ ერთი წუთი კარგით ბატონ სოსოს მიცეთ სიტყვა ჩვენ გადავიდეთ კარგით აკავი ეს ამ პოზიციებს არ ავლენეთ. კი ბატონო, მოგეშორ. მე მინდა ისე დაუბრუნდეთ ჩვენი დღესასწაულის თემას. კომისიას რეალურად არაფერი შეცვლა არ შეუძლია რა არის. როგორ არ შეუძლია და ბევრი რამე შეცვლა შეუძლია. აქ ჩვენ არ უნდა აურიოთ ორი ტიპის საქმეები ერთმანეთში. საქმეები, რომელზეც არ არის განაჩენი დამდგარი ან საბოლოო გადაწყვეტილება გამოსული და საქმეები, რომლებზეც არის უკვე სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი გამოტანილი. თუ საქმეზე არ არის და დღეს უმრავლესობა საქმეებისა ჩვენ სწორედ იმ ტიპის საქმეები მოვისმენთ, სადაც არ არის სასამართლოს საბოლოო განაჩენი გამოტანილი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ ვიხილავთ დღეს ასეთ საქმეს, ჩვენ ვიხილავთ კანონპროექტს მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შესახებ. ამ კომისიის საქმიანობა კონკრეტულად ეხება კანონიერ ძალაში შესული განაჩენების პრობლემას, გადასინჯვის, ასე ვთქვათ, მექანიზმს და ეს არის ურთულესი სამართლებრივი პრობლემა. ერთის მხრივ არსებობს საზოგადოების მოთხოვნილება იმის თაობაზე, რომ იყო უსამართლობა და ეს უსამართლობა უნდა დაიძლიოს. მეორე მხრივ გვაქვს კანონიერ ძალაში შესული განაჩენები და თუ კაცობრიობას მოუფიქრებია რაიმე მექანიზმი, ეს არის რაღაც უნდა შეიქმნას ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დაამტკიცებს პარლამენტი, ამ ადამიანებმა უნდა იმუშაონ ისევ სასამართლოს წიაღში, მე ასე ვთვლი, მათი დასკვნა რასაკვირველია არ არის განაჩენის შემცველი და არც გადაწყვეტილების შემცველი, მაგრამ მათ დასკვნაში მითითებული გარემოებები ეს არის ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რომლებიც უნდა შეისწავლოს ისევ სასამართლო. ეხლა როგორ აგვაქვს ამ შემთხვევაში საქმე? მე ვერ წარმომიდგენია რომ ეს 9 კაცი ერთი საერთოდ არ არის საკმარისი, მაგრამ მეორე ვერ წარმომიდგენია ის რომ ეს 9 კაცი გახდეს, 9 კაცი კი არა 30-იც რომ იყოს, გახდეს პროკურორი, გამომძიებელი, ახალი ფაქტობრივი საქმის შემსწავლელი და ასე შემდეგ. მე სულ სხვანაირად მაქვს ამ კომისიის, ასე ვთქვათ, ფუნქცია წარმოდგენილი. მათ უნდა შეისწავლონ კონკრეტული საქმე, უნდა შეისწავლონ იმ სტანდარტის მიხედვით, რომელსაც აწესებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მე-6 მუხტთან რა სტანდარტის მიხედვით თუ კონკრეტული ის ამბობს და საკითხების განაჩენის დასაბუთებულობა არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიცაც სწავლობს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი. თუ აქაც არის გარკვეული ზღვარი, რასაკვირველია. თუ საერთოდ მტკიცებულება დატოვა განხილვის გარეშე სასამართლომ, ეს არის უკვე კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა.
თუ შეაფასა ერთი მტკიცებულება და არ შეაფასა მეორე. ანუ ისე ჩაიხედავენ საქმეებში და არ გამოიკვლია საერთოდ თუ არ დაკითხა მოწმე თუ არ მიცა სათანადო და ასე შემდეგ. აი ამ კონტექსტში, ამ სტანდარტით უნდა სასამართლოს პროცესში ჩატარებული ხარვეს სასამართლოს ისე წინასწარი გამოძიების პროცესში ჩადენილი დარღვევები და აი ეს უნდა ჩამოყალიბდეს და უნდა მიეფიქროს იმის თაობაზე, რომ აი ეს გარემოებები არის ხელახლა შესწავლილი. ეს უნდა გახდეს საქმის განახლების თავიდან განახლების დაწყების საფუძველი. უნებრივია კომისიის დასკვნა, ეს არის ახალი გარემოება უპირობოდ, მაგრამ სასამართლო ცხადია არ არის ვალდებული, რომ მაინდა-მაინც ის ვერდიქტი გამოიტანოს, რომელსაც ერთი კომისია ვერ მიუთითებს ვერდიქტს, რომელსაც ითხოვს თვითონ დაზარალებული. სასამართლო ისე დამოუკიდებელია ცხადია. ამ შემთხვევაში მე კიდევ ერთი შენიშვნა კანონპროექტთან მიმართებით, რომ აუცილებლად უნდა იყოს მაინც სააპელაციო სასამართლო ეს როგორც დღეს არის ახლად აღმოჩენილი გარემოების ადრესატი და არა უზენაესი სასამართლო, რათა მიეცეს ხარეს კიდევ ერთ ინსტანციაში გასაჩივრების უფლება. კანონში არის გაცხრილის მექანიზმი ამ საქმეებისა, მთელი რიგი და პრინციპში როგორც ისხრილება საქმეები ევროპის სასამართლოში იმგვარი სტანდარტით უნდა მოხდეს ეს. ჩემი არსებითი შენიშვნა ამ შემთხვევაში შეეხება რამდენიმე საკითხს. პირველი საკითხია ეს, რომ არ დარჩეს საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას იმის შთაბეჭდილება, რომ ეს კომისია მოწყვეტილია სასამართლო სისტემიდან, უნდა მოხდეს ამ კომისიის მოთავსება ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ. უნდა შევიდეს აუცილებლად განხილვის საგანში საკუთრების ჩამორთმევასთან ესე არსებული გადაწყვეტილებები, თუნდაც არ იყოს ეს სისხლის სამართლის საქმეებზე, თუნდაც სამოქალაქო თუ ის აკმაყოფილებს იგივე მე-6 მუხლისა და პირველი დამატებითობის პირველი მუხლის სტანდარტებს, უნდა გაიზარდოს კომისიის წევრთა რაოდენობა. ორი კითხვა მაქვს. როგორ წარმოგიდგენიათ იმ ფონზე, როდესაც ხდება სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და თქვენ იცით, რომ ეს ევროკონვენციის დარღვევა არის, სასამართლოს მიმართ ნდობის დამკარგველი განცხადებების გაკეთება, ეს საერთოდ უკვე მოშლაა ყველაფრის სისტემის და როდესაც გამოძიებით ხდება პოლიტიკოსების მიერ ლანძღვა სასამართლო სისტემის, რომელიც შეიძლება სულაც აღარ არის ის სასამართლო რაც იყო და სხვა არის, ამ ფონზე ნდობა როგორი იქნება ამ უფლებადარღვეული ადამიანების, როდესაც ეს ყველაფერი ისევ იმ სასამართლოში მივა, ეს ერთი. და მე ეს ძალიან რთულია, ეს პოლიტიკოსების ძალიან დიდი პრობლემა არის და გახდება ეს ამ კომისიის პრობლემაც. ისე რა თქმა უნდა, მე თქვენ გეთანხმებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო სისტემაში უნდა მოხდეს და სხვაგვარად ვერც მოხდება. და მეორე, ასევე გეთანხმებით, რომ რახან პრობლემა დგას პირველი პუნქტის თაობაზე და საკუთრების უფლებაზე და ეს საქმეები ბევრი არის, ხოთაშორის წარმართულიც არის, ეხლა მე ზუსტად სტრასბურგში ვიყავ და შემხვდა ეს ჩვენი წარმომადგენელი იუსტიციიდან და რა სტადიაზე ეს საქმეები საინტერესოა ძალიან, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მაქვს ერთი ესეთი კითხვა. ყოველთვის ისმის ეს კითხვა და კიდევ უფრო აქტუალური გახდება, რომ ბევრ შემთხვევაში ის ქონება, რომლის ასეთ გადაფორმებაზე და ეხლა დავა იქნება იმაზე, რომ არაკანონიერად იყო ჩამორთმეული, მის წარმომავლობის საკითხი დაისმება, იმიტომ რომ თავის დროზე შევარდნაძის ხელისუფლების დროს ეს მიღებული იყო მიზერულ ფასად, რა თქმა უნდა, ასევე ცხადია, როგორც მაშინ ეხლა 121 კვადრატული მეტრი ნამდვილ შეძენა 2 მილიონად იწევს ეჭვს, ასევე ეჭვს იწევდა მაშინ და ეჭვსაც არ იწევდა უფრო სწორად მიზერულ ფასებში ძალიან დიდი ქონებებია შეძენილი და შემდეგ ამ ქონებების სახელმწიფოზე და გადაფორმება მოხდა ან იმ ადამიანების, რომელიც ამ ქონების ამონაგებდნენ გამიზრდნენ. აქედან გამომდინარე, ქონებასთან მიმართებაში ეს რომ უფრო ღრმად წავიდეს, იქ შეიძლება გამოჩნდნენ მოდავა მხარეები, აქციონერები არიან, ჩემთან ძალიან ბევრი მოქალაქეები, ფაბრიკის ქარხნის მუშები ყოფილა, რომელსაც ჰქონდათ რაღაც ეს აქციები და გაუფასუდათ და სერიოზულად შეიძლება მათ სადაო გამოუჩნდეს, თუ არა მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც იდეობენ. ეს კითხვა პრინციპში შეიძლება თუ არა ძალიან ღრმად წავიდეს ეს ყველაფერი. ყველანაირ არა მე ბატონსოს კითხები, რომ სასამართლოს საკითხი პასუხოს და შემდეგ ეს თემა, რომელსაც მე ვეკიდები უაღრესად ფაქიზად. ეს არის სასამართლოსადმი რაიმე განცხადების გაკეთება. მე არასოდეს არ დამიშვია მაგალითად, რომ საჯაროდ მოსამართლის მიმართ გამეკეთებინის რაიმე განცხადება. თუმცა მოგეხსენებათ, რომ არსებობს არაერთი განჩინება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც აღნიშნავენ, რომ
მოსამართლეების ქმედებით არიან ძალიან უკმაყოფილო ფაქტობრივად ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების განაჩენების. ეს მაგრამ სასამართლოს ინსტიტუციის ნდობის დაკარგვა ეს უნდა აღდგეს ეს ნდობა, ეს ნდობა უნდა აღიდგინოს თვითონ სასამართლომ. ის საქმეები რომ აქ არის ესე გადანაწილებული ფუნქციები. პირველად სასამართლო როდესაც პოლიტიკოსები გამოწვევით პირველი რაც აქ მოკლედ თუ არა რომ მართლა რაღაც კასკადი წავიდეს. არავითარი კასკადი არ წავა. პირველი დასკვნაში იქნება კონკრეტული გარემოებები მითითებული, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს სასამართლომ და მეორე ამ საქმეებს ვერ განიხილავს ის მოსამართლე, რომელსაც განხილული ქონდა ეს საქმე. აი რა თქმა უნდა. ანუ იმ და ასევე უნდა ჩაიდოს გასაჩივრების მექანიზმი. სხვა დამატებული ახალგაზრდების ასოციაციის სამართლებრივად გასახსენებია გეთანხმებით, მაგრამ ველოდებათ ახალგაზრდების ასოციაცია რამდენადაც ვიცი ასეთი კომისიის შექმნას ემხრობა. ჩვენი მთავარი და აკრიტიკებთ იმას, რომ გადაიდო ამ კომისიის შექმნა. დიახ, ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია არის, რომ არ არის არსებითი მნიშვნელობის კომისია შეიქმნება თუ სხვა ანალოგიური ფუნქციის მქონე მექანიზმი. მთავარი არის, რომ შეიქმნა სამართლებრივი საშუალება ქვეყანაში, როდესაც ადამიანებს ექნება შესაძლებლობა, რომ დარღვეული უფლებები აღედგინონ. თქვენ აქ ახსენეთ კიდეც ადგენს თუ არა მსგავს ვალდებულება საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები და ასეთი ვალდებულება პირდაპირ არის გათვალისწინებული, როგორც გაეროს კონვენციებით, ასევე ევროსასამართლოს პრეცედენტებით და თვითონ ევრო კონვენციით, ასე რომ ეს არის ცალსახად დადგენილი საერთაშორისო ვალდებულება. მეორე, აქ არაერთხელ გაიჟღერა დღეს საკითხმა, რა შეიძლება დაუჯდეს სახელმწიფოს ასეთი კომისიის შექმნა და სამართლიანობის აღდგენა ზოგადად. მე სხვაგვარად დავსვამდი კითხვას ქალბატონინო, რა შეიძლება დაუჯდეს სახელმწიფოს თუ არ აღსდგება სამართლიანობა. ამ შემთხვევაში არსებობს ძალიან სერიოზული რისკი, რომ დაკანონდეს ის უსამართლობა და დაუსჯელობის სინდრომი, რაც წლების განმავლობაში არსებობდა და ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ისინი გახდნენ უსამართლობის მსხვერპლი. ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების და გაძლიერების პროცესში. და არის რისკი, რომ დაუცველი დარჩეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რის დასაცავადაც იქნება ზოგადად სახელმწიფო. ამისთვის ჭირდება ადამიანს სახელმწიფო, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციისთვის. ასევე მე მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე შევაჩერო თქვენი ყურადღება თუ შეიძლება, აქ ისმოდა ქონებრივი დავების საკითხი. ამ შემთხვევაში მხოლოდ ის ადამიანები არ მიმართავენ კომისიას, ვისაც საკუთრების უფლება შეელახათ. დღემდე არაერთი ადამიანი რჩება საპყრობილეში, ჩვენ მათგან ყოველდღიურად ვიღებთ წერილებს და ისინი ყოველდღე ელოდებიან ამ კომისიის შექმნას, მიაჩნიათ რა, რომ ისინი საპატიმროში სხედან უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე. ამიტომ ამ ადამიანების უფლების აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება კომისიის გადადებას და დროს თუ ფინანსურ რესურსს. აქ გასამიჯნია ორი ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულება სახელმწიფოს. ერთი არის, რომ დარღვეული უფლება აღდგეს, მეორე არის, რომ თუ დადგინდა, რომ ადამიანის უფლება დაერღვა, მოხდეს კომპენსირება. მაშინ, როდესაც შესაძლებელია, რომ კომპენსაციის გაცემა დროში გადავადეს და დაექვემდებაროს გონივრულ ვადებს, პირველი უფლების აღდგენა, რაც არის საქმეზე სიმართლის დადგენა, ამის გადავადება და გაჭიანურების უფლება სახელმწიფოს არ აქვს. იმიტომ რომ არსებობს აქსიომატური პრინციპი სამართალში, რომ გადადებული სამართალი არის წართმეული სამართალი და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ მოხდეს. დიდი მადლობა საინტერესოებისთვის. მოკლე რეპლიკა, ძალიან მოკლე, ძალიან ხეთენ არ გვაქვს ბევრი დრო. ძალიან დიდი სურვილი აქვს ყველას ამ კომისიის შექმნის, თუმცა რა თქმა უნდა ცოტა უკვე სკეპტიკურად ეკიდებიან და დავეთანხმები აგერ წინა გამოსვლას, რომ მართლაც ახლა მე მიწევს ყოველდღე ფაქტობრივად პატიმრებთან შეხვედრა და არის არნახული მოლოდინი ამ კომისიის შექმნის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პატიმარს აქვს ჯერჯერობით იმისი განცდა, რომ ის მართლა უსამართლოდ იხდის სასჯელს და საქმის მასალებსაც თუ გადახედავთ, ესე კომისიის შექმნა გასაგებია, რომ ის არის რაღაც სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ ის რომ დაზარალებულის უფლებები გაიზარდოს, აი გიგლას და თამარს მიმართავ. დაზარალებულის უფლებები რომ გაიზარდოს, ეს ხომ არ არის დროში დარბაზიდან მოკლედ თუ შეიძლება. რამდენაირად აღდგეს დაზარალებულებს. დღეს ფაქტობრივად არის მოწმესთან გათანაბრებული დაზარალებები. მაშინ ქალბატონო თამარ და ბატონო გიგლა არის აღდგენა უფლების და არის კომპენსაცია. დასასრულისკენ უნდა წავიდეთ ჩვენ და კითხოთ. მთავრობა დაუბრუნდები ისევ იმას, რითიც დავიწყეთ ეს გადაცემა. მთავრობა ამბობს, რომ აი იმ ფინანსური და ეკონომიკური
ძიმე მოსალოდნელი შედეგების გამო, რომელიც რადგება ამ კომისიის მუშაობის შედეგად, მათ გადაავადეს კომისიის შექმნა. თუმცა აი აქ ბევრი ვისაუბრეთ, უფლების აღდგენა ვისაც საჭიროებას ასწრაფო. ამაზე რა ვშვებით და ბატონი კახას კრიტიკა, რომ ხელისუფლება თავიდან იცილებს ამ ყველაფერს. არ ვიცი, არ ჩანს ყოველ შემთხვევაში ჩვენი დღევანდელი პოზიცია და თავიდან ვიცი. რაღაცა დათქმები რო გაკეთდეს კანონში არ შეიძლება, რომ რაღაცა ტიპის საკითხები. მე როცა სასამართლოზე რაღაც თქვი, მე ვთქვი წარსულში, ეს იყო ნახვარი ზმნა იყო წარსულში და ამავე დროს ლაპარაკი ჩემი დათქმები. ხო, არ ვიცი, თუ აქაურობას ეხება, ეს ეხებოდა იმ კვლევებს, რომლის მიხედვითაც მაგალითად სასამართლოს ნდობის ხარისხი იყო ბოლო წლებში, იყო დღევანდელი სასამართლოზე არ მაყოფილი, თუმცა დღევანდელი სასამართლოს გაუჩნდა შანსი, იმიტომ რომ ის გახდა დამოუკიდებელი და დღევანდელი სასამართლოს გაუჩნდა შანსი, რომ ზეწოლის გარეშე კანონი, მისი ხელმძღვანელი, მისი ჩარჩო იყოს კანონი. და შინაგანი წვენა. ერთი წამით მე დავამთავრებ და ხახა თუ შეიძლება დავამთავრებ ჩემ თქმას, იმიტომ რომ ისე არ მინდა თემას მინდა მოსახლეობა რომ ისმეს მაცადე მე ჩემი საფრთხელი მათქვევინე ხახა რაზე მეკამათები ვერ გავიგე. ხო, ეხლა შოთა მახსენა, ბატონმა შოთა მახსენა აქ ჯაშუშები გაბრაზდა. მე არ მგონია რომ გასაბრაზებლად არის საქმე აქ და არ მგონია რომ ეს იმ კატეგორიის საქმეებია, რომელთაც შეიძლება აპელირება თითქოს რაღაც, იცით რა არის სიმონ კილაძე გახსოვთ? აი ეს თავის ლაბადიანის ცნობილი ჯაშუში. მე არ ვიცი, ეს ადამიანი გარეთ არის დაუშვათ. ფოტოგრაფების საქმე გახსოვთ და მათი ჯაშურის საქმეები გახსოვთ? თქვენმა სისტემამ, როცა თქვენ იყავით იქ იმ თანამდებობაზე, როცა მუშაობდა, იმ სახელმწიფო მექანიზმმა შექმნა ზუსტად ის უნდობლობა, რომ ეხლა ჯაშუშიც კი შეიძლება ჯაშუში აღარ იყოს, გესმით? მაგრამ ჩვენ არ ვცდილობთ მარტივ გამოსავალი. ერთი წამით, დავამთავრებ რა. მე არ ვიცი თქვენი გამოსავალი როგორია, მაგრამ ვიცით რა, როცა თქვენ ეხლა ლაპარაკობთ ადამიანებზე, თქვენი უნდა დავიჯეროთ, იმ კომისიის არ უნდა დავიჯეროთ. დაუშვათ, მე ვიცი იგივე ენვერის საქმეზე, არ ვიცი, ინტერვიუთან საქმე საიდუმლო გრიფიადებს და მე საქმეს არ გავცნობიეროთ, კიცეულები არ მინახავს, მაგრამ რაც მე საგაზეთო ინტერვიუები მაქვს წაკითხული იმ ადამიანების, ვინც ყვებიან, როგორ მოხდა, რა მოხდა, მე არანაირი ნდობა არ მაქვს იმ საქმის ჯაშუშობასთან დაკავშირებით, იმ საქმის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით პოზიციას. ერთი წამით. ეხლა საქმე რაშია, იცი? აბსოლუტურად სწორი პოზიცია, აი დაისვა კითხვა, ხო? არ არის მარტო ქონებრივი საკითხები, არის სხვა საკითხები დაუშვათ, ხო? და აბსოლუტურად არანაირი კავშირში შეიძლება არ იყოს და დანახარჯი შეიძლება იყოს. რა ანურებთ ამ ადამიანების ბედის გადაწყვეტას, მოდი ასე ვთქვა. იცით რა არის? აქ არის ისიც და ისიც ფინანსთა მინისტრის სხვა კატეგორია. არა, კითხავს დავსვა. ფინანსთა მინისტრი სხვანაირად უყურებს ამ საკითხს. ბუნებრივია ფინანსთა ministris პოზიცია რომ ასეთია. ადამიანი, რომელიც ბიუჯეტს უნდა უთხილდებოდეს, მაგრამ თქვენ ხართ პოლიტიკური ორგანო, პარლამენტი. ხო და პოლიტიკოსების ჯერტი პარლამენტის პოზიცია ამაზე არ გამოუხატავს, იმიტომ რომ კანონპროექტი პარლამენტში არ შემოსულა, ეს ერთი. ხო? ფინანსთა მინისტრმა თუ გამოხატეს პოზიცია როგორია? მესმის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკურ გუნდში შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებები. ეს ლეგიტიმურია. ჩვენ არ ვართ პიონერები. გითხარით თუ არის რაღაც ძებების მომცემი. ფინანსთა მინისტრის პოზიცია არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ფინანსთა მინისტრის პოზიცია. მაგრამ მაგალითად ჩემი პოზიცია ეხლა აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის პოზიცია, რომელიც გულისხმობს, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, რაც შეეხება ქონებრივი პრობლემის გადაჭრას, ის შეიძლება დროში და გონივრულ ვადაში განწილვადდეს. შეიძლება არ გადაჭრას კომისიის შექმნა, უბრალოდ დათქმა იყოს რაღაც ეგეთი. შეიძლება რა თქმა უნდა. მით უმეტეს რომ არის საკითხები, რომელიც აბსოლუტურად არ ითხოვს ქონებრივ საკითხს. ეს იქნება მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯი, რაც შეიძლება აი ამ მუშაობის პროცესში იქნას გაწეული, ხო? შესაბამისად, ჩემი აზრით ადამიანებს გაცილებით მეტი უნდა ვუთხრათ გულახდილად იმის თაობაზე, რა ხდება დღეს ქვეყანაში, რა პრობლემა გვაქვს აი ამ პროცესში და მე მესმის, აქ მოლოდინი რო არის მაღალი, ეს მოლოდინი უნდა იცოდნენ რომ რას უკავშირდება. მე ვამბობ, რომ ამ ტიპის კომისიის შექმნა არის შესაძლებელი დღეს რომ პროკურატურა შეეძლოს დაუშვათ მთელი მოცულობა საქმეების რომელზეც ან სასამართლო მიიღოს, როგორც მიიჩნიოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, მაგრამ ამას არ აკეთებს სასამართლო, იმიტომ რომ მას აქვს კანონის მიერი შეზღუდვა. საპროცესო კოდექსის მიხედვით იქ არის ჩამონათვალი რა უნდა მიიჩნიოს და რა არ უნდა მიიჩნიოს. ამიტომ ამ კომისიის ძირითადი ფუნქცია იქნება მხოლოდ ის, რომ მან სასამართლოს უთხრას, რომ აი ეს გარემოება, მაგალითად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაზე უამრავი ადამიანია პასუხისმგებაში მიცემული ან ნარკოტიკებზე, ხო? ან მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეიძლება იქ ხარვეზი იყოს, მაგალითად, არ არის მეტალიზაციის კვარი, ხო? მაგრამ კომისიის პოზიცია, როგორც სოციალ თქვა, მე ამას მინდა გავიზიარო,
ეს არის დაახლოებით როგორც ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სასამართლოთვის სავალდებულო არ არის, მე მაგალითად მაგრამ კითხვა ქონდა თქვენთან, მე მგონი ბატონ შოთას უკან სასამართლოს დაუბრუნდეს თუ არა. ბატონ შოთას კითხვა ქონდა და რეპლიკა მე მგონი. არა, მე წევა მახსოვს მარტივი გამოსავალი ბატონ ვიდრე და მე მგონი ამ საქმეებს როგორც ეხება ჯავშობისთვის გასამართლებულ ადამიანებს, ასეთი ადამიანები მართლაც ბევრია. სულ რამდენიმე ადამიანია. დიახ. აგერზე ხართ უმრავლესობის ორი წევრი, ორი პარლამენტის დეპუტატი. იქნებ დააყენოთ საკითხი, მოეხსნათ ტიპი ამ ხალხის საქმეებს და გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ. ეს ხალხი იქნება მტყურად დავით მართლა და იქნება ისინი სამართლები არიან. თორე საერთოდ როგორც ვფიქრობ, იქიდან გამოჩვენე, ეხლა უკან სამართლებრივად ვედავებოდი. რა მნიშვნელობაა? აი ერთ-ერთი საქმე, ფოტოგრაფების საქმე, როგორ ვედავებოდი და სახელმწიფო როგორ ვედავებოდი. გასაჯაროეთ, ხო ლაპარაკობთ. გასაჯაროეთ, კი. გასაჯაროეთ, ლაპარაკობთ ამ. მე როგორ ვფიქრობდი, მაგალითად ვაკითხა ბიუჯეტის საკრებულოში და სულ სხვა თემებით ვიყავი, ადმინისტრაციული დარღვევებით ვიყავი დაკავებული და იქ ადვოკატირებას იმ ხალხს უწევდი და არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. როგორ შეიძლება ჩემ აზრს თქვენი შინაგანი განცდა ხო გააქვთ კონდიციონები არა როგორ შეიძლება იურისტები ვარ და შესაბამისად ჩვენი ნაცნობია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პოზიცია ასე მეტი არაფერი. თქვენ კომისიას შეკრეს, რაღაც კომისია შეკრეს, რომელიც ამ საიდუმლოდან იხდავს ამ დოკუმენტებს, მე გამოხვალდა იტყვით რომ აი სიტყვაზე ბატონი შალიკიანი, ბატონი რომელიღაც კაუნიერი ქურდის საიდუმლოდ მოიცა აი კაუნიერი ქურდი როცა ეს ტერმინი შემოგაქვთ დიალოგში არა ჩვენ ლაპარაკობთ სხვა თემაზე და შემოიგანეთ ეს არ არის დაზარალდა რომელიღაც კაუნიერი ქურდის ხო მის სახში პოლიცია ყოფილება გაიხსნა ახლა რა ვქნა დაუბრუნდით კაუნიერი უკანონობა ჩაედინა ხელისუფლება გინდას კაუნიერი ქურდის მასაც აქვს უფლება ისურვებს უნდა არის სასამართლოს პროვაზიოზე აღარ გვაქვს ძალიან მოკლედ რა ეს ნუ კანონიერი ქურდი ეს მუხლი საერთოდ რო ძალიან ხარვეზიანია ეს ერთი მე ვერ დაგეთახმებით ხარვეზიანი არა გული მართლა სხვაგან მივდივართ და დაიბანდება მაგალითად სხვა საკითხია მაგრამ მე სხვა რამეს გეუბნებით როდესაც ადამიანის მიმართ არ არის ჯერ დამდგარი გამამტყუდებელი განაჩენი ლაშა შუშანაშვილს გულისხმობ და იმ დროს თქვენმა ხელისუფლებამ მოახდიდა არა მის სახელზე რიცხული ქონების არამედ რატომღაც გამოძიებამ ჩათვალა რომ მისთან დაახლოებულ პირს ეკუთვნოდა ეს ქონება და გაასხვისა ეს ქონება ამას ქვია უკანონობა ძალიან ნუ იმაშვები თქვენ ესეც არა ნუ აპელირებთ ამ თემით რა შუშანაშვილის სამართლებრივ აღდგენასით ხო როგორ შუშანაშვილის სამართლებრივ აღდგენასით ხო შუშანაშვილის მიმართ ჯერჯერობით მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და შუშანაშვილიც ითხოვს სამართლებრივ აღდგენას რას ნიშნავს ძალიან მოკლედ ბატონ ახასთან მაქვს მე რამდენიმე სასამართლოს დობაზე ვიტყვი ორი სიტყვა აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონს როცა თქვა რომ სასამართლოს დობაზე მხოლოდ სასამართლომ უნდა იზრუნოს და ადამიანი რომელსაც გამოდმებით თუ მის არა ერთი წამი რომ აქ ეხლა მე სასამართლო დობა აიწევს საზოგადოებაში მე რომ დავზედე ვილაპარაკო რომ ეს სასამართლო და ეს მოსამართლეები დამოუკიდებელი იყვნენ და არ ვახდენ ეხლა შეიძლება მაცალოთ ლანძღვა სასამართლოსი არ ხდება სხვათა შორის ლანძღვა უკანას სასამართლოს მეტნდობას ვერაფრით ვერ გამოუცხადებს ხელისუფლება როდესაც ამბობს რომ მარქსიზმის დამდგენი ხარვეზების კომისიის რეკომენდაცია გადაეცემა სასამართლოს და კეთილმა ინებოს და სასამართლო მერე დააზიანებს მეთქი ჩვენი ქება სასამართლოს დობას ვერ აღუდგენს იმდენად მიღწარია არა თქვენ ამბობთ რომ ჩვენი ლანძღვა აგინებს თუ რომ აგინებს მისნერ მიმართ ნდობას ძალიან ბევრი ლანძღვა ხო ესე თემიდან გადავიდეთ ახლა რა კომისია ძალიან დიდხანს რომ გერჩიათ სასამართლოსთვის რომ ეზრუნა საკუთარ რეპუტაციაზე და მოსამართლეებს ალბათ თქვენ რას ურჩევთ არა ნამდვილად თქვენი შეკითხვით დემოკრატიაზე ეს კომისია თქვენ იგივე გააკეთეთ როცა ბატონ სოსოს დაუსვი შეკითხვა ბატონ კახას მინდა ვკითხო ბატონ კახა უნდა შეკითხვა ხო მეც იქიდან დავიწყე რომ სასამართლო უნდა იზრუნოს საკუთარ რეპუტაციაზე რომელიც არის დემაგოგია და ეს მდგომარეობს იმაში ვერ გასამართლოს თქვენც ესეთ არანაირად არ უნდა შეეხოთ თუ გინდათ რომ ეს დობას უცხადებთ რომ სასამართლო უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი მეტი როგორ უნდა ვცეთ პატივი მაგრამ პოლიტიკოსები თქვენ აგეხებათ პირადად თქვენ იცავთ ზოგადად ვაპარაკობ კარგი ბატონ კახა თქვენ როგორ ფიქრობთ კომისია სასტრაფოდ უნდა შეკროს ხელისუფლება თუ რაიმე სხვა უნდა მოიფიქროს თქვენი გადასაწყვეტი უფრო მარტივი და ან უფრო სწრაფი ან რაღაცა სხვანაირი კომისია არ არის იმისთვის რომ აღადგინოს ინსტრუმენტი და ამაზე იდეოლოგი იურისტებმა არსებითი სხვა რაღაცა არის მოხდება თუ არა ამ საქმეების გადახედვა თქვენი გადაცემაში რაც ხომ შეიძლება მომიტევეთ მაგრამ ეს იყო სოფიზმი 90% რომ იდეა კარგია ნუ პრინციპში არავის წინააღმდეგი არ არის მაგრამ როდის შეიქნება არ ვიცით იმიტომ რომ ამიტომ რეალურად რაც მე შეკითხვები დავსვი გადაცემის თავში ვერცერთზე ვერ მივიღე პასუხი ქართული ოცნების წარმოადგენლებისგან პირველი– ბალანსზე რიცხული ქონების დაბრუნებას კერძო მესაკუთრეებისთვის რა უშლის ხელს თუ
თუ ეხლა აქვს რეპლიკა, ეხლა მითხრან. უშლის რა მითხრან? არ უშლის. მეორე, ძალიან თაბა, სამდეო შემთხვევებში კი არა. რა. აი რო წაართვეს ადამიანს და ეხლა დღეს სახელმწიფოზე რო ირიცხება, რესტორანი, მანქანა, უძრავი ქონება, აი ეს რო დაუბრუნდეს კერძო მესაკუთრეს, რა უშლის ხელს? რა ზარალი ადგება სახელმწიფოს? კიდე ერთხელ შემიძლია გიპასუხოთ, შეიძლება იყოს გარემო, რომელიც ხელს უშლის, შეიძლება არა. ეს შეიძლება იყოს. თუ არ ვნახე კონკრეტული საქმე, ერთ-ერთ შემთხვევაში ზოგადად პასუხი არის ის, რომ რა თქმა უნდა, ჩამორთმეული დაბრუნების ეტაპი მოდი არა დავასრულებ მაგრამ ძალიან ვთქვათ სხვა თემაზე თუ არის მას შემდეგ რაც ლაპარაკის უფლება არ მოგვეცით მეთქე პასუხი არ გაგცეთ აი რეალში რამდენად გაგცეთ თემას არ ეხება ძალიან ყველა ჩვენს გამოხატო კონკრეტულად ამ თემას არ ეხება მაშინ ბატონ კახასთან ვისაუბრებთ და მოგცეთ დეკორაცია თუ არა ვარ რაღაცა დრო გამოვიყავით და დამისმეთ კი ბატონო ანუ ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია არაფერი მანქანა რო დგას ავტოსადგომზე და წაიყვანოს კერძო მესაკუთრე რა თუნდა ამას ეს არის სოფიზმი სახელმწიფოს არ მერგება არც ერთი თეთრი ზარალი ისევე როგორც ჩამორთმეული რო არის უძრავი ქონება და ბალახი და ყანა რო ამოვიდა იმიტომ რომ ვიტოებულია ეს უნდა დაუბრუნდეს ხა კახა რეალურად საფრევ პასუხი გაგეცი სალკეულ შემთხვევაში კი სალკეულ შემთხვევაში არა არა რომელია ეს სალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად როცა ინდივიდუალურად საფრეს მასალას მოდիկან მე გაგცემ კონკრეტულ პასუხს ტანილი მაქვს და 100% და სოციალურ და საქმეო და მასალა უნდა მაჩვენოს პასუხი გაგცემ 100% შემთხვევაში მიღებული გვაქვს უარყოფითი პასუხები მეორე აგერ დასვა მე ჭიკაშვილმა და ესეთი ვიცი კიდე 220 ადამიანი პოლიტიკური პატიმრები ადამიანები რომლებიც ასეთებად მიიჩნევენ თავს ვისი საქმეებიც ამბობს ეს ადამიანები საერთოდ არ მაქვს მატერიალური მოთხოვნა და ითხოვენ რეაბილიტაციას სისხლის სამართლის საქმის გადახედვას რა უშლის ხელს მათი საქმეების გადახედვას ამზეც მე პასუხი ვერ მივიღე მესამე დავსვი კონკრეტული შეკითხვები რომ თუ მაინც და მაინც საკანონმდებლო მოიცადეთ ამაზე პასუხი არ გინდა ხო გზადაგეთ ამ პასუხებს ელოდები მითხარი აბა რა კი ბატონო მე რა მაგძანა რომ როგორ ჩანს აქ სასამართლო ინსტანციები დამთავრებული მის საქმე არის იმაში სტრასბურგში ხო ასე გავიგე მე რა სტრასბურგში ვარ არა არც არაფერი აქ არის რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს დღეს იმისათვის რომ მისი საქმე განიხილოს დაუშვათ სასამართლომ დღეს ეს სასამართლო მექანიზმი არ არსებობს და ამიტომ ვლაპარაკობთ უცოთ რომ კომისიის სასამართლო მექანიზმი აბა სასამართლოს გარეშე მექანიზმი თუ არსებობს მამაზაშვილისთვის აი ეს არგუმ ძალიან ხო დამასრულებინებ და გამასრულებინებ კი ქართულ ბანკის საქმე თუ დასრულდა სასამართლოში ელიტა ბურჯმა თუ დაიბრუნდა სასამართლოში თამაზაშვილმა მოქმედი კანონმდებლობით თუ შეძლო კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმის გადახედვა მისცეს პოლიციელებმა ჩვენება ჩაითვალა ახლად აღმოჩენილი გარემოებას და გააჩენი გადაისინჯა რატო არ შეიძლება გაკეთდეს ეს ჩიკ ერთი წამი ეხა დამასრულებინე ჩვენ უყურებთ რომ ეს არის კონკრეტული ფაქტები რომელიც ხდება სხვა დარჩენ საქმეებში ეს არ ხდება არ იქცევი ახლა წესიერად კახა იმიტომ რომ რასაც შენ ამბობ ეს არის ტყუილი კაი მითხრა იმიტომ რომ არა ასე ვერ ვილაპარაკებ კახა მაშინ დავიღოთ სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის საქმეზე მასალები განაჩენები და ვილაპარაკოთ როგორც პროფესიონალთან და ეხლა რასაც ამბობ ეს არის დემაგოგია შენი მხრიდან და არ არის სწორი იმიტომ რომ აი ამ ორი ადამიანის საქმე ადასტურებს იმას რომ სახელმწიფო მუშაობს ზუსტად სამართლებრივ მათ იმედი აქვს და ამისთანა საქმეები არის ბევრი რაშუაშია თქვენ რომ იმ შუაშია მიმდინარე საქმეები პარლამენტმა პოლიტიკური პატიმარი როცა გვარებს ახსენებს შენი დაცვა კი არ ჭირდება შეგვიძლია მაშინ ფაქტებით ვილაპარაკოთ ფაქტებს გორესი ადამიანი შეგვიძლია რომ თემას აუქმე და კომისიაზე იანვარში იყავი დეპუტატი და ხმა მიეცი რომ 220 ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი ის ადამიანი დღეს კანონის მიხედვით არის კრიმინალი არც ერთ არ მოხსნია თავისი სტატუსი რა ზარალი მიადგება სახელმწიფოს რომ მოხდეს მათი საქმეების გითხარი რომ ეს ასე არ უნდა გაკეთდეს ასეა ფაქტია რომ არ გასა სამართლებრივი მექანიზმი გავიდა ერთი წელი დაახლოებით საქმის ამისი სამართლებრივი მექანიზმი მითხარი მეთქი კაცო როცა მაგრიტიკებ სამართლებრივი მექანიზმი უნდა მითხარი სულუკენმა რა შემოგიტანა თვითონ რას დაწერებ თქვენ მთავრობამ მეთოდაა მეგობარო პროექტია რა შემოგიტანა მთავრობამ გამოაცხადა ახლა მართლა დემაგოგიის პარლამენტში არა პარლამენტში არ შემოგვიყვება თქვენმა მთავრობამ თქვენს მიერ დობა გამოცხადებულმა მთავრობამ თქვა რომ გადავდეთ გაურკვეველი ვადი არა მოიცი ხო ერთი წამი თუ შეიძლება მე გეტყვით აი თეატრულკენის განცხადება ბოლო კითხვა ზუსტად ამაზე მქონდა მან თქვა რომ ესე იგი პროექტი უკვე მზად არის და მას მხოლოდ პარლამენტში გაგზავნა სჭირდება მაგრამ გაჩერდა ეს პარლამენტში გაგზავნა ანუ აბა ეს ხო თქვენთან იქნებ ინფორმაცია ეს არის ოფიციალური ინფორმაცია
ხდება კონსულტაციები კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ამის თაობაზე ხო იყო თეას მეორე განცხადება? ხო იყო ასეთი? ამ ეტაპზე აღარ შეიძლება, ხო? ამ ეტაპზე აღარ შეიძლება. არ ვიცი. არა, დღეს იყო თავრობის ეხილებოდა სწორედ დღეს. კი ბატონო, კონკრეტული თარიღი არ ვიცი, მაგრამ მედარბადულმა განცხადება 2014 წელს ეს მინიმუმ. თავრობა ჯერჯერობით ფეხს ითრევს. თქვენ ხართ კანონმდებლები, მე მინდა თქვენ დაგისვათ ეგეთი კითხვა. თქვენ ხართ კანონმდებლები, კი ბატონო, თავრობამ თავისებურად შეხედა, ფინანსები არ ყოფნის და ასე შემდეგ და გადაიტანა ეს საკითხი, მაგრამ თქვენ თვითონ უმრავლესობა რომ გააკეთოთ ინიცირება პროექტის ისეთი ვარიანტის თუნდაც რომელიც ესე დათქმებს გააკეთებს ხო ისინი რაც არ უკავშირდება ხარჯებს რაღაცა ტიპის საქმეები დაიწყოს დაუყოვნებლივ 80% ასეთია და თქვათ სხვა ტიპის საკითხებზე რომლებზეც წარმოიშობა სამართლებრივი ხა ძალიან დილეტანტურად ჩამოვაყალიბე რა სამართლებრივი ფინანსური საკითხები ამასთან დაკავშირებული აღსრულების ვადა იყოს დაუშვათ რაღაცა პერიოდის შემდეგ. შეიძლება ამის გაკეთება. ვიზიარების ქალბატონისების ესეც რო გავაკეთოთ, ძალიან ბევრი უკმაყოფილო გვეყოლება, მაგრამ აქ იმიტომ თქვი ძალიან კარგია დღეს რომ ამას ვსჯელობთ. იმედია რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვისმენს, ჩვენ ამ მსჯელობას აუცილებლად გავაგრძელებთ. მე პირადად ვეცდები რომ ზუსტად ეს კომპრომისი, თუნდაც ეს კომპრომისული ვარიანტი, მაგრამ მერწმუნეთ რომ თუნდაც ფინანსურ ვალდებულებების გადავადებაზე ძალიან დიდი უკმაყოფილება იქნება. და იგივე აი გავიხსენებთ მე რომ ამაზეც გავაკრიტიკებთ მე ბატონი კახა. ხალბატონ თავარ, ხელისუფლებას თქვენ თუ გინდათ მე ეს 60 დღე ვერ შევქმნით, ხო, მაგრამ თქვენ გთხოვთ 60 დღეს ასე. არ გთხოვთ 60 დღეს, მე ზუსტად გთხოვთ 60 დღეს, ისი გარანტიებაც შეგიძლიათ დღეს. რამე უარი გითხარი? თავარ, ძალიან კონკრეტული ამბავია. სახელმწიფო დღეს სხვა შორის დამოიწვა და მაშინ უნდა გითხრა. კიდე უფრო მეტი ხდება. კვირიკაშვილი რო ყიდის იმ ქონებას, რომელიც სადაო არის. აი ამაზე გაგვეცეთ პასუხი. ყიდის. ფინანსის სამინისტროსთან ერთი წელია დავამართ, დაურეკეთ ეს დღეს ფინანსთა მინისტრო. იმ ავტომატიზმს, რომელიც საერთოდ ყიდის, აუქციონზეა გამოტანილი. და არ ვიცი რა და რა მანქანებით და როგორ ვახერხებთ ამის შეჩერებას. ყიდის. ვის დაბრუნებლები ხართ, როცა ყიდით ამ ქონებას? კარგი, მანო, შეიძლება თუ არა კომპრომისული ვარიანტის ჩამოყალიბება რომ რაღაცა დაჩქარდეს ხადრომი დაიწყოს გულისხმობს იმას რომ ეს კანონიზება უნდა გადაიდოს ესეთი კომპრომისი მე მაგალითად არ დავუშვებ იმიტომ რომ აქ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი აბსოლუტურად სწორად განაცხადა რომ ეს თითოეულ ადამიანს ვინც უსამართლოდ არის დაშლილი უჯდება ძალიან ძვირად ეს ყოველი დღის გადავადება ამ კანონის ეს კანონი ჯერ უნდა განიხილოს პარლამენტმა შემდეგ უნდა შედგეს კომისია, შემდეგ ის კომისია უნდა დაამტკიცოს პარლამენტში, შემდეგ ამ კომისიამ უნდა მიიღოს საქმეები. ეს მინიმუმ კიდე 1 წლით გადაწევს ამ მუშაობას. რაც შეეხება ახლა იმ 7 მილიარდს, მე გულისხმობ, ესე იგი, მე მგონია რომ ეს განცხადებული იყო იმ საქმეებზე, სადაც დაზარალებული ითხოვენ ზიანის ანაზღაურებას პროკურატურის მეშვეობით. ეს ზიანის ანაზღაურება იმ საქმეებზე, სადაც კანონიერ ზალაში შესული, ესე იგი, განაჩენები და სადაც ჯერ არ შესულა არც ერთი განცხადება, არც ერთი მიმართულებით, მე ვფიქრობ, სრულიად შეუძლებელია ასე ამ ზიანის დათვლა, მაგრამ თუ იმ ზიანის ოდენობას ჰიპოთეტურს დავითვლით ჩვენ, რაც იქ არის შესული, ეს შეიძლება, მე მგონი ეს მოდიოდა ბატონი არჩილ პილაშვილისაგან თავის დროზე, რომ მე მგონი 7 მილიარდი მან დაასახელა. ეხლა ბატონი არჩილი მას კი განსაზღვრავდა, ესე იგი, კანონიერ ზალაში შესული. არამედ ის განცხადება, რომელიცაც პროკურატურა იხილოს. ეს 7 მილიარდი არის. ეხლა ვუყურებთ, დავასრულებ, ერთი წინადადება დავასრულებ, ხალბატონი თუ შეიძლება. რაც შეეხება ეხლა კომპრომისულ წინადადება უნდა იყოს ამგვარი, რომ უნდა იყოს როდესაც დაითვლება უკვე სავარაუდო ზიანი ამ საქმეების გასხმის შემდეგ როდესაც კომისია გაცხილავს უკვე ამ საქმეებს და დარჩება საქმეების გარკვეული რაოდენობა და ამას გარკვეული დრო გააჩნიეს ამ საქმეების შეტანას იქ უკვე მოთხოვნების მიხედვით თუ ვის აზიანი მიადგა იქიდან შეიძლება ამის დათვლა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ბიუჯეტში ჩასვა ამის თუ განწელვადობა და ასე შემდეგ ჯერჯერობით ხოლმე იმაზე შეგვიძლია შეიძლება შინია ამ შედეგის წინასწარ უნდა განისაზღვროს როგორ შეიძლება განისაზღვროს ახლა 2014 წლის ბიუჯეტში არ არის ჩადებული და ეს არის ხარვეზი ნუ თავრობის საკრიტიკო ახლა უყურეთ რა პარამეტრი უნდა ჩადოს თავრობა რამდენი ჩადოს მილიონი თუ 10 მილიონი თუ 1 მილიარდი რახან ეს წინასწარ ცნობილი არ არის ამისი პროგნოზირება ზუსტად შეუძლებელია რომ ბიუჯეტი კანონია ბიუჯეტი უნდა შესრულდეს ხო შესაბამისად როდესაც დადგინდება კონკრეტული რიცხვი ამის მერე ჯერჯერობით ხოლმე უნდა ჩაიდოს ის რაც დაჭირდება ამ კომისიის უზრუნველყოფას თვითონ მეტი არაფერი არ არის ეგეც არ არის ჩადებული ეგეც არ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლები გვახსოვს თავიდან რომ ჩემი პრეზიდენტობის პირველ ვადაში სამხრეთ ოსეთში აღდგება მე რომ პირველ ვადაში არ გამოვიდა
ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადაში ჩვენ დავბრუნდებით სოფლში და მე დაასრულა პირველი ვადას მეორე ვადას და როგორ დავბრუნდა ერთი რეპლიკა მინდა ვთქვა პირველი და მთავარი რომ და დავასრულოთ უკვე გადაწყვეტილება ხელისუფლებას არ აქვს უფლება რომ იყოს გულგრილი იმ ადამიანთა ბედის მიმართ ვინც მოდის ჩვენთან თავისი სატკივარით სამართლიანად უსამართლოდ თქვენ ბრძანეთ რომ ასეთი გამოცდილება იყო რომ ამით შეიძლება ისარგებლოს ამ შესაძლებლობით იმ ადამიანმაც კი და მოგმართოს დაუშვათ პირობითად ამ კომისიას ამ პროკურატურას მიმართოს მიუხედავად ამისა ყველა საქმე ხელისუფლება ამ შემთხვევაში პროკურატურის მეშვეობით თუ სასამართლოს მეშვეობით თუ კომისიის მეშვეობით უნდა შეისწავლოს და გულგრილობა არ გვეპატება ეს ერთი არც ერთ შემთხვევაში ერთი შეკითხვაა და მეორე რა თქმა უნდა აქ შეიძლება იყოს თანამიმდევრობა პროცესის თანამიმდევრობაში მე პირველ რიგში ვიზიარებ იმ პოზიციას რომ იმ ტიპის ადამიანისა განაჩენები რომელთანაც პირდაპირ და აშკარად და ღიად ჩანს და რომელიც არ არის თუ სასამართლო მიიღებს ამ ტიპის გადაწყვეტილებას არ არის ქონებრივ საკითხთან დაკავშირებული უნდა განხილული იყოს პირველ რიგში ხოლო რაც შეიძლება ქონების დაბრუნება ასე ვთქვათ აღდგენა იმ მდგომარეობაში რა თქმა უნდა ეს შეიძლება იყოს შედარებით ხანგრძლივი პროცესი. კარგი დიდი მადლობა ბატონ ბაკუს ქონდა თუ არ ვწდები რეპლიკა თუ აღარ გაქვთ რეპლიკა მე მაქვს შეკითხვა. კარგით ბოლოს და წინვალეს თქოს შეთანხმება ითქვა რა თქმა პროცესის თანმიმდევრობა. აი მე მინდა ვკითხო ხელისუფლებას. ერთი წელი გავიდა. აი ეს ერთი წელი რა გაკეთდა? რა გაკეთდა? თქვენ ამბობთ რომ ყველაფერი აწი უნდა დაიწყოს. აი ეს ერთი წელი დაკარგე. ვინ ხო ყველაფერი არაფერი არ გააკეთა. კანონი არ დაგვიწერია. უფლებას ვიტოვებ რომ ამ კითხვაზე პასუხი არ გაგცე ახლა იმიტომ რომ კარგი ბატონ შეკითხვას და მასულებ. ბატონ ზანეთ და შემდეგ ბატონ გაგწებული გამოძიები. ხოხით მაყოფილია ძალიან გამოძიებით. თქვენი დრო ამოიწურა ბატონო კახა. ამ შემთხვევაში მე კითხვებს აღარ დავსვამ ქალბატონო მე რა თქმა უნდა ვისურვებდი კი არა მიმაჩნია სავალდებულოდ რომ ეს შეიქმნას არა დროებითი რაღაც არამედ და არა 2004 წლის 1 იანვრიდან არამედ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მუდმივი ორგანო რომელიც იმუშავებს სამართლიანობის დამკვიდრება თუ ხარვეზების ასე იგი ხარვეზების მართლმსაჯულების ხარვეზების მუდმივ შესწავლას იმიტომ რომ ზედამხედველობა აღარ აქვს პროკურატურას ხო აღარ არსებობს ის ძველი მექანიზმები საბჭოთა დროსაც ზედამხედველობა რაღაც ნებისმიერ დროს რომ შეიძლება გამოეთხოვა წესით ეს მუდმივად მუშაობდეს და ეს შეიქმნას როგორც სტრუქტურა თუ გრებავთ სამინისტრო და რაც ნებავთ იყოს კი ბატონო შეიქმნას მეორე ის რომ იყოს ფართო და პროფესიონალებით დაკომპლექტებული იქ ახლა პარლამენტარები ვერ იმუშავებენ იმიტომ რომ თავიანთი საქმით არიან დაკავებული მეორად მეტი უნდა იყოს ოდენობა და დიდი სტაფი უნდა ყავდეს თითოეულ საქმეზე იღებდეს პასუხისმგებლობას თითოეული მომხსენებელი და იყოს აი ამ საქმეზე პასუხისმგებელი როდესაც ის მიცემს რეკომენდაციას რომ ეს უნდა წარიმართოს ხელახლა განსახილველად იმაში რა ქვია სასამართლოში და რაც შეეხება კომპენსაციებს რა თქმა უნდა ისეთ შემთხვევაში თუ კომპენსაცია არის გასაცემი განწილვადებაზე რა თქმა უნდა ესეთი დათქმა შეიძლება და თუ ასეთი რამ შეიქმნება აუცილებლად პროპორციულობა უნდა იყოს იქ დაცული ისე რომ იყოს ასევე წევრები ყოფილი ხელისუფლებიდან, რათა ის იყოს გამჭვირვალე, რათა მათაც კონდეთ. ანუ ამჟამად ხელისუფლებიდან თუ არ იქნებიან წევრები როგორ, რომლებიც პოზიციურად, გასაგებია პარლამენტარები არ იქნებიან, მაგრამ რაღაც ბალანსი ხო იქნება წარმოდგენილი. პოლიტიკოსები უნდა იყვნენ თუ არ უნდა იყვნენ? პოლიტიკოსები იქნებიან, პროფესიონალები იქნებიან, ბალანსი, რომელიც არსებობს დღეს პოლიტიკურ სპექტრში, ასევე უნდა იყოს იქაც ეს ბალანსი. პარლამენტარები შეწყალების კომისიაში დაუშვათ არის ბალანსი. შეწყალების კომისიას რაღაცებს არის და კომისიაში პოლიტიკოსებს საერთოდ აღარ არის. ვიცი, მაგრამ იცით რატო მაგალითად ნინო, თქვათ მე და ბატონი შოთა რომ ვიყოთ იქ, ახლა კი ვერ მე არ ვაპირებ ამაზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ზოგადად ვამბობ რომ ვიყოთ. არა, ისე ვამბობ სიტყვაზე. მე შეიძლება ვენდობოდე ზოგადად ბატონ სოსოს, მაგრამ კონკრეტულ საქმეზე მსჯელობის დროს მეხნეს წინააღმდეგობა და არ დავეთანხმო. რაღაცა. აი ბალანსი უნდა იყოს, მაგრამ მოკლე რეპლიკა თუ არ ბატონო და ქავტოსებდიოთ, რომ სულ უნდა იყოს ასეთი კომისია. მე ვფიქრობ, რომ ის კომისია, რომელიც შეიქმნა ელექტრონული პოლიტიკების საქმეთან დაკავშირებით, იყო ცუდი კომისია. ეს ნაწილობრივ აღიარებიათ სახელმწიფო ხელისუფლებამ. მე ვფიქრობ, რომ თუ შეიქმნება ეს ახალი კომისია მის ხელში თუ მოხდა მრავალ ასეული მილიონი ლარის თუ არა მილიარდობით ლარის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღაც ადამიანის ტრანსფერების საკითხი ეს კიდევ უფრო მძიმე კომისია არის საფრთხე რომ გახდება კლასიკური კორუფციული სქემა მით უმეტეს რომ კორუფცია როგორც დღევანდელი საერთოს გამჭვირვალობის მიერ გამოგონებულმა მოხსენებმა ჩვენ საქართველოში კორუფცია
ბოლო წლის განმავლობაში როგორც ჩანს სერიოზულად გაიზარდა. აბა როგორ არ მოგცეთ რეპლიკა ამ საკითხზე? რეპლიკა 50 45-ზე ჩამოვედი. ეს საშუალება ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ქალთამთან კორუფციის დონე გაიზარდა. ძალიან მოკლედ რა გარანტია იქნება რომ არ მოხდება კორუფციულ არქივას კომისია არ უპასუხეთ თქვენ პრინციპში ბატონმა შოთომის ადრესს დასვა ეს კითხვა და მე ჩემი ხარვეზია ასე ვთქვათ რომ მოდი ასე ვთქვათ საფრთხეებს გავაერთიანებ საფრთხეებში საფრთხეები რო არსებობს ასეთ კომისიის მუშაობაში კორუფცია და მაგიტომაც არ შეგვიძლია მაგით არ შეგვიძლია კორუფციაზე ვისაუბროთ და უნდა დავამთავროთ გადაცემა მართლაც ყველაზე ის რა არის ამ ხელისუფლების გამოწვევა ის რომ ადამიანებს პასუხი უნდა გასცეს ვისაც აქვს მოლოდინის სამართლებასთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა რომ ამ ასეთი საფრთხეები შეიძლება არსებობდეს მათ შორის კორუფციის საფრთხეც შეიძლება არსებობდეს ეს არ გვათავისუფლებს ჩვენ იმისაგან რომ მათ პასუხი არ გავცეთ და არაფერი გავაკეთოთ პირიქით ჩვენი გამოწვევა ზუსტად არის ის რომ მათ პასუხი გავცეთ სათანადო და სამართლიანი და ღირსეული და ამავე დროს კორუფცია დაუშვათ. დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა ყველას ვინც გვიყურა ამ ხნის განმავლობაში. მე გემშვიდობებით ერთი კვირით პარასკევს ბარიერს ალექსანდრე ელისაშვილი წაიყვანს კარგად გრძელდება.